მიშო, დღეს ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის კუმირთანაა გვაქვს ინტერვიუ. მთელი ბავშვობა დინამოს თამაშობს ხო არ ვაცდენდით. ოღონდ ტელევიზორში, მაგრამ აი ნაკრების თამაშებზე მართლა სურავიდან ჩამოდიოდით ხოლმე მე და მამა. სურავში ვისვენებდი მთელი ბავშვობა. მართლა? აუ, ეგ რატო არ ვიცოდი? სურავში დავდი მთელი ბავშვობა როგორ, ნუ 1-4-5 წელი, ალბათ 1-6-7 წლამდე დავდიოდი. მართლა, აუ, როგორ გამიხარდა? ძალიან გამიხარდა და სურავში დავდიოდით. ყველა მივდიოდი ჩოვლებთან ერთად და იქ სახლი ქონდა. ნაკირავები როგორც ალბათ ხო და არა ვიცი, სულ დავდიოდი. რა მაგარია. სურათებით. იმიტომ იყავით. აი ხო შავ-თეთრ დაბლა რო აწერია უეჭველი გადაიღებდით ან გივისთან ან გუგლას. იქ რაღაცა ცხენებზე. ან გივი ან გუგლა. ეგორი იყო მაშინ ფოტოგრაფი. ხო, მქონდა ეგეთი სურათები მაქვს ჩემ ძიძასთან ერთად გადაღებული მერეზის და შოთის. მაქვს სურამის სურათი. რა მაგარია. წავადგინოთ. 20 მაგათ თუ მილიონ მაგათ ბედნიერი ხარ. ხო. სურამში რო ნავყოფი ვარ. ეს გზაში განვიხილავდით როგორ მიუმართოთო. ერთი ვერსია ქონდა ბატონი არჩილი. არა, ძალიან სერიოზული. ჩვენ თვითონ ხერხული გამოსათქმელი იქნებოდა ჩვენ ბებერი ვარ. ბატონო არჩიც რაღაცა იცით სადამ რა დასკვნამდე მივედით რომ ყველასთვის ხართ უბრალოდ არჩი და აი ძალიან დიდი ბედნიერება მე მგონი სიამოვნებს ზუსტად ეგ გამოკიდებულებაც რომ არა მაქვს რაღაცა განსაკუთრებული. ხო და ეგ ბევრს კი არა ძალიან ცოტას აქვს მაგის ბედნიერება რომ სახელს რო ამბობ და ხვდებიან ვინ არის. აი ხო არის აკაკი ილია ვაჟა. შოთა და აჩი. წავადგინოთ მაინც რა. ყველასთვის საყვარელი ეკონომისტი. აბა. აჩი არველაძე. ხო სწორად კი ბატონო, ეკონომიური მსოფლმრეწველობა მაქვს დამთავრებული. ამიტომ კი. ეკონომიკა. შვილები როგორ მომართავენ? აჩი თუ მამა? იცით რა, ხან აჩის, ხან მამას გააჩნია რა სიტუაციაა და გოგოები მამას უფროსი ბიჭი აჩით. არ მოკლედ ხან ისე ხან ასე რა. მაგრამ იმ აჩიშიც და მამაშიც იგრძნობა შობლის სადმი დამოკიდებულება. და თქვენ როგორ მიმართავდით მამას? იცი მე არ დამიძახია ესე არასოდეს დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის. ხა მამაჩემს იუსტინე ქვია და ცოტა ძნელი დასაძახე ხა იუსტინეს ხო ვერ დაუძახებდი. კიჭას ეძახის ყველა ჩვენს ვიცა ესე გვეძახდნენ კიჭიჩები, კიჭოვიჩოვი. მაგრამ ნუ ესე ზედმეტი სახელია და დედაჩემს თამარი მაგრამ დედას და მამას ვეძახდით და ნუ ეხლა ხანდახან ყოფილა რომ თქვა მესამე პირში როცა ვიღადა კიჭასთან მივდივარ ესე მithქვავს დღესაც ეხლა დამიძახია თქვა დედაჩემისთვის თამრიკო მაგრამ თამრიკოც რაღაცა თამრის მოფერებით რაღაცა დედას ვეძახი რა დედას და მამას ეხლა თორე სახელითაც მიმართია რა თქმა უნდა ხო და სხვათა შორის ის ეკონომისტი პროფესია რო ნახეთ რო ვეძებდით თქვენზე ინფორმაციას ეგრე გადავწყვიტეთ არ გვიხუმრია რომ მართლა ეკონომისტიც ხართ მოკლედ ალბათ ბევრმა არც იცის ეს სხვა. ხო. უნივერსიტეტი დავამთავრეთ მე და შოთი მსუბუქი მრეწველობა. შოთიც ეკონომისტია, ერთად სწავლობდით უნივერსიტეტში. აჰა. ეგეც არ ვიცოდი. კი ბატონო. ჩვენი მასპინძლები აუცილებლად ვინჰემ გრანდ თბილისი, არაჩვეულებრივი გარემო დაგვითმეს, არაჩვეულებრივი პერსონალით. ჩვენიერი სასტუმროა სხვათა შორის ცოტა ხნის წინ აქ იყო ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის იუბილე აქ იყო და ჩვენიერი კი, ნამდვილად კარგი სასტუმროა და ჩვენი მეგობრები, დუგლაძეების ღვინის კომპანია, არაჩვეულებრივი ღვინოებით და სუთი ფავორი. დუგლაძეები? კი ბატონო. ჩემი შვილის კლასელი იყო სალომესი კი. ძალიან კარგი. და ვიცნობ ესე მეც ძალიან ბევრი რამ გამიგე. სუთი ფაუერის ამბავით გეცოდინებათ ხაში BBC-ია. არაჩვეულებრივი ჩურჩხელა, ტრადიციული ქართული ჩურჩხელა, განსხვავებული შეფუთვით და განსხვავებული არომატით, მე სომხური არა, ქართულია, 100%-იანი ქართულია. მე ქართული გოგრაგუშალვა სუთიაშვილის დაწყებული საქმეა და მისი მეუღლის ჩურჩხელა ჩვენია, ვერავინ ვერ დაიწყებს ხამად ვერავინ. ხო, აქვთ ცდელობა, მაგრამ ფეხი არ ჩაუვართ. შანსი არა. ხშირად აბრაზებდით ძმები მამას? მამას არა, დედას. დედას. მამასთან გაბრაზება არ გამოდიოდა. ხშირ შემთხვევაში ყოფილა რომ გაგვიბრაზებია, მაგრამ თვითონ არ უყვარდა და ჩვენც არ გვიყვარდა რა, იმიტომ რომ გაბრაზდებოდა მე რაღაცა ერთი დღე ნახევარი
ისე იყო რა, რაღაცა არ შემოდიოდა ურთიერთობაში და ეს პერიოდი ძალიან იწელებოდა და ჩვენთვის იყო რაღაცა წარმოუდგენელი, იმიტომ რომ აი კიჭას რო არ ელაპარაკოდა, ხა არ ქონდეს კონტაქტი მამასთან. იმ დრო ხა დედა მაინც მარტივია სუ გეჩხობებასო ისა და ხა მამასთან ძალიან რთული იყო. მე ცი როგორ იყო რეზი რახან ბევრად უფროსი იყო იმ ასაკში რა, ასაკშიც თქვათ ბავშვურ ასაკს ეძახი ხო სადღაც 15 წლამდე, ეხა შენ რო 10-ის ხარ და ის 14-ის დიდია, შენ რო 12-ის ხარ და ის 16-ის უკვე სკოლანამდე ხო და ეს რაღაცა ნაწილობრივ ეს ქონდა გადაბარებული რეზის ჩვენთან ურთიერთობა და აქედან გამომდინარე მამასთან არ ქონია რაღაცა უსიამოვნება, ეხა რაღაცა ერთადერთი რაც ყოველთვის აღსანიშნავი იყო ჩვენს ურთიერთობაში, რომ არ უნდა გვეთქვა ტყვილი რა. იმიტომ რომ სულ გვეუბნებოდა რომ რომც მინდოდესო დაუშვათ რამის არჩევის მოცემა ან რაღაცის გამოსწორება თუ ტყუილ სიტყვითო ვერაფერს ვერ ვიზამო და ნუ მამა ვარო რანაირიც რაც არ უნდა მოხდეს ხო მაინც მამა ვარო თქვენ მაინც ჩულები ხართო და ანუ ეხა ტყვილი აქ ელემენტარულ ტყვილზე არ არის ხო რა თქმა უნდა ვისწავლე თუ არ ვისწავლე რაღაცა ისეზე მნიშვნელოვანზე და რაღაცა ესე მოხდა სულ რომ რანაირად ცოტა არ უნდა მოქცეულიყავით ჭას უნდა ცოდნოდა რა ხა დედასთვის შეგვიძლია დაგვემალა მე დედა ხვდებოდა რომ ვიტყვებოდით მამა მიცოდა და მე ვერ ითფენდა მიდიოდა ჭასთან და ეუნებოდა რომ მე მგონი თლათ ესე არ არისო როგორც იძახიანო და ნუ ჭას ერიდებოდა რომ ეთქვა რომ ჩემთვის მოყოლილია და შენ არ განა მოკლედ აი ესეთ ვითარებაში ვიყავ ანუ ნდობა გქონდათ რაც თავარია მამის და შეგეძლოთ გეთქვათ ის რაც სიტყვაზე დააშავეთ თქვა ხო კი იცი რა რაღაცა განსაკუთრებული დამნაშავე ბავშვები არ ვიყავით ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული ალბათ იყო ის რომ გაგვეცდინა გაკვეთილი დიდხანს ყოფილიყავით ეზოში არ გვემეცადინა იმდენი რამდენიც უნდა გვემეცადინა არ მოგვემზადებინა სკოლის გაკვეთილები და ხა ჩხუბზე და რაღაც კი ნუ როგორ არ გვიჩხუბია და როგორ არ გაგვიფუჭებია ხა ეზოში 90-იანები და მანამდე ხა ისეთი პერიოდი ჩვენ წისქვილს არ დაუდრიალებია ხო ძალიან ჩენი ყველაფერი იყო საშიში პერიოდიც რთულიც უშუქობაც უწყლობაც მაგრამ ნუ ძირითადად ჩვენ ძალიან გშველოდა ჩვენი სიყვარული ამ ფეხბურთისადმი და ნუ მაინც იქიდან გამოვდიოდითო რამდენად ხელს შეუშლიდა ის გაფუჭებული საქმე ხვალინდელ ფეხბურთს ვარჯიშზე წასვლა იქნებოდა ეზოში თამაში თუ და მაშინ ხო ეს არ შეიძლება იმიტომ რომ ნუ ხშირად გსჯიდნენ მაგი რაღაც თქმა გინდა მიშო არა თქვენ მაინც მაგ ხასი იყო აჯა ხო ნუ იცი როგორ იყო ამას თუ არ იზამთ არ წახვალთ არ გახვალთ ეზოში და არ წახვალთ ფეხბურთს ხო არა ნუ ფიზიკურად ვერ ითამაშით ვარ და სახში გამოჟავდით ვამტრევდით ყველაფერს. ბოლოს მიხვდნენ რომ ჯობია ესე ეზოში წავიდეთ, იმიტომ რომ სახში დალეწილი იყო ყველაფერი. და ნუ ვარჯიზე არ წახვალთ რა, ეგ იყო ყველაზე დიდი დაჟჯა რა. ხა სკოლაში არ წახვალ ხო არ მეტყვი. ორი ბიჭის მამა ვარ და იმიტომ ვიკითხე ნდობა ესე იგი ქონდათ მეთქი. ეგ ჯერჯერობით რასაც უყურებ ასე თუ ისე მენდობიან, მაგრამ რაც უფრო გაიზრდებიან 1-13 არის 1-10-ის. რაც უფრო გაიზრდებიან, იმით უფრო მეშინია. ახლა მე მგონი 90-იანებზე უარესი დრო მოდის, არ ვიცი და მაგიტომ ვიკითხე ნდობა. იმედია რომ არა, იმიტომ რომ ნუ ერთი განსხვავება ისა გვაქვს რომ ერთი მხრივ კარგია რომ მათ არ უნახიათ ეს ცუდი პერიოდი. მეორე მხრივ ცუდია რომ როგორ არის კაი ახლა რომ ჩვენ ესეთი ცუდი პერიოდი გვაქვს გავლილი ესეთი უბედური დრო, რა ვიცი, ყველა მეორე სროლა და რა ვიცი, ნუ რას აშვებოდნენ ახლა საქართველოში ვერ გაივლიდია 20 კილომეტრო ან მაგალითად ხალე ოფიციალურად არ გამოხვიდია და ახლა რომ ვიხსენებ თქვათ მამა ჩემის დარდებს და დედა ჩემის დარდებს რომ ვეთყოდი მანქანა მათხოვე და სადღაც უნდა წავიდე ღამე 11-ზე 12-ზე და ვერ ვიგებდი რატომ მეუნებოდა რომ არ წახვიდეო რა ხო და ნუ ხაი წარმოუდგენელ ვითარებაში მაშინდელ წარმოუდგენელ ვითარებაში ვთხოვდი აი ახლა რომ ვიხსენებ უბრალოდ რომ
აი ხა ის დრო რო იყო და ჩემი შვილი მოვიდეს და მითხას ქუჩაში გავალო, ნუ ალბათ გადავირევი და ნუ მაშინ კიდე მანქანა მათხოვე ერთადერთი ჩვენი ყველაზე დიდი შეიძლება ითქვას პლუსი იყო რომ არ ვსვავდით არასდროს რა, ნუ ფხიზელი ცხოვრები სხვა არანაირი არც რეზი არც მე არ ჩოთი, ანუ ის პრობლემა არ მქონდა რომ სადღაც წავიდოდი თუნდაც გასართობად რა თქმა უნდა, მაგრამ ამ გართობას რამდენი პრობლემა მოყვებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდებში, ნუ დღესაც იგივე და დღესაც ვფიქრობ რომ ყველაზე დიდი ჩვენი გამოწვევა არის სმა. ხა შეიძლება ჯანმრთელობის მხრივ სხვა ბევრი რამეა ცუდი, თქვათ ნარკოტიკი ისა ესა, მაგრამ აი არაფხიზელი ყოფი ახალგაზრდები 10-დან 9 ხდება, ასე ვთქვათ, არაფხიზელ მდგომარეობაში, გასართობ იმაში, რა ვიცი, სივრცეში, იმიტომ რომ მიხვალ დროის გასატარებლად და ეს დროის ტარება გადადის ჩხუბში და რავი დაჭრაში და სროლაში და ნუ აქ დიდ როლს ასრულებს ნარკოტიკიც ალბათ დღეს ძალიან დიდი სენია ალბათ 21 საუკუნის უმთავრესი სენად იქცა ნარკოტიკი. რადგან ამ თემას შევეხეთ, ვთქვათ რომ საშინელებაა და ვთქვათ პარემის ჩვენი ამბავიც მივაყოთ. ხო, რომ ყველა გადაცემაში რაღაც ერთ-ორ წუთს ვამბობთ ნარკოტიკების მავნებლობაზე და პარემ ეხლაც ვიტყვით, რომ ამაზე დიდი უბედურება ალბათ არაფერი არ არის დღევანდელ ჩვენ მოცემულობაში და საინტერესო რაღაც წავიკითხე შვეიცარიაში ღამის კლუბებში ძირითადად ცისფრად არის მთლიანად განათებული ტუალეტი, რომ ადამიანმა ვინც მომხმარებელია ნარკოტიკის ვენა ვერ დაინახოს და ნარკოტიკი არ მოიხმაროს ღამის კლუბში. ხო, ვერ გეტყვით, არ ვიცი, მაგრამ ეს არაჩვეულებრივი იდეა, ხა არ ვიცი, დღეს კლუბურ ნარკოტიკს ვინც მოიხმარს, ვენასთან ალბათ კავშირი არა აქვს. კი, მაგრამ მაინც სვავენ და ხო, მაგრამ არ ვიცი რა უნდა მოუხერხო, მაინც ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ამის პრევენცია არის, რომ სახელმწიფომ უფრო მესმის მე ძალიან რთულია რომ თქვა რომ ეხა არიქა და ჭხრიკე და დაიჭირე და გაატყავე და ასექენი და ისექენი, მაგრამ ნუ ხელი კანონი რო არსებობს რომ შენ ნარკოტიკი არ უნდა მოიხმარო და მესმის ეხა ვიღაცას კლუბი აქვს და კლუბი რო გაქვს არნიშნავს იმას რომ შეგნით ხო ნარკოტიკი არიქა და გაყიდო ხო მესმის ეს რომ რაღაცა ადამიანის უფლება მინდა დავლე მინდა არ დავლე მინდა იმას ვიზამ მინდა, მაგრამ ეს რაღაცა მარტო შენი პრობლემა არ არის ჩემი აზრით, როცა შენ დაუშვათ ნარკოტიკს ხმარობ და არაფხიზელ მდგომარეობაში ხარ, საბოლოო ჯამში შენ თავს უნებ, მაგრამ გარემოსაც ნებ, იმიტომ რომ შვები იმას, არ ვიცი, ზოგი მერე მანქანაზე ჯდება, ზოგი მოტოციკლეთზე ჯდება, ზოგი არ ვიცი, დალევს და იქ ურევს ისურის და რა ვიცი, დანასირტყმეინება და აქედან გამომდინარე, მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო ისე როგორ თქვა, არ ვიცი, რაღაცა პოლიცია თუ სპეციალური ამ ვინც არიან, თქვათ, ვის პასუხისმგებლობაც არის. პირველ რიგში, ლადოვის თქვათ, რომ არავის არ განსვჭით მაგის უფლება, არ გვაქვს, უბრალოდ ვსაუბრობთ ამ თემაზე, რაღაცა რეგულარული ხასიათი გვინდა მივცეთ და შევახსენოთ ხოლმე უბრალოდ, რომ ძალიან მავნებელია და აგერ ამხელა ისა გვაქვს, რა ქვია, სასიხარულო სპორტული წარმატებები დღეს მერაბმა რა ვიცი დალეცა ხელისოფლიო და აგერ ტრამპია ის ართმევს ხელს და იღებს სურათს და ანუ რისი აქედან გამომდინარე ვიძახი მისაბაძი აგერ რა შეუძლია ჯანსაღი და მთელი მისი 40 რამდენი ზვაკაცი მთელი ეროვნული ნაკრები სხვათა შორის ბოლო წლებში რო სპორტში წარმატება გვაქვს. ხო და მაგას ვიძახი რაღა იმაში უნდა მივიბაძოთ კარგში ხამხელა ისა გაქვს რა ქვია, ანუ ყოველდღე რო შეგილია რომ ეროვნულ ნაკრების რომ არა აქვს მშობ, ხა კვარათი ვიწყებ გასაგებია, მაგრამ არა მარტო ხო არ არის დაუშვათ, ამდენი შეიძლება ერთი მეორე მესამე მეკარიდან დაწყებული იმამდე დამთავრებული აგერ ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდულის ნაკრებში დღეს ხვალ იწყება და მიდი რა კალათბურთელები არიან, ხელბურთელები არიან, რა ვიცი, წყალბურთელები, რაგბი, რა ვიცი რა, ყველა ნუ აღარ ვიძახი იქიდან ლაშა ტალახაძეა თუ იქიდან მოჭიდავეებია, ხო რა, ვინც გინდა რა სპორტის სახეობაც არის, ამდენი მისაბაძი ყავს, ამდენი ისა ყავს
როგორ თქვა, გმირი, კი, მართულებით, რაც შენი ის არის ორგანულია თან, ხო, სპორტი ხო არ არის ჩვენთვის მოგონილი, რომ აი რახან ისინი არიან, აქ არ მინდა რომელიმე სპორტ შევეხო რა, დავუშვათ ისეთს, რომელსაც თქვა მაინდა-მაინც კარგად აი თხილა ხო აი ხო თუნდაც აი ეს რო გააგორებ და რომ უნდა მე ხო ნუ ეგ არ არის ხო ჩვენი და ნუ შეიძლება დარწმუნებულია რომ მაგასაც კარგად ითამაშებს ქართველი, იმიტომ რომ ხო ნიჭიერი ხალხი ვარ და რაღა მაინდა-მაინც იმას ვაძოთ რომ სადღაც კლუბში რაღაცა საფუჭებენ და ჩვენც გავაფუჭოთ რა. შეგნებულად დავიწყეთ ეს არის რუბრიკას ვერ დავაქვე, მაგრამ არ ვიცი ხაზგასმით ნარკო დამოკიდებულებაზე საუბარი, იმიტომ რომ ისეთი ადამიანები ყავს ზუსტად სამაგალითო და მათგან მოსმენელი კიდე სულ სხვანაირად აღიქვება დარწმუნებული. და დიდი მადლობა რომ ესე გამოყვევით ამ საუბარს. არა, ნუ მე ძალიან მხიზელი მინდა ხანდახან, აი უნდა ვაღიარო რომ ხანდახან მინდა რომ აი 1-3 ჭიქა დავლიო, 4 ჭიქა დავლიო, რა ცოტა რაღაც აი არა არ მიყვარს რა, არ ვსვავ რა, ანუ სასმელსაც ვერ ვსვავ რა, აი რანაირადაც არ უნდა გავერთო, რანაირადაც არ უნდა ხშირ შემთხვევაში ვერ უძლებ ხოლმე ესეთ რაღაცა მძიმე ხმაურიან მუსიკას, იმიტომ რომ იქ ფხიზელი ყოფნა, ამიტომ არ მიყვარს კლუბებში სიარული სიბნელე ფეხზე დგომა. აუ, ლადო მოიცერდეთ ის გამახსენა. ღამის კლუბი რო ახსენა არ მიყვარსო, არც ჩვენ მე არ მიყვარს და ლადოს მე მგონი არ გიждდება. არ გიждდება, არც არ ნაყოფი, ხელა ნაყოფი და ერთხელ ვიყავით ჩვენ წამოდიოთ მეუღლებთან ერთად წავედით. არ ვიცი, ნახევარ საათი გავძელით მე მგონი და წავედით სახიკლში მე იქით. ღამის კლუბი და წავედით. აი მე მაგალითად პირველად კიპრზე განსხვავებული ღამის კლუბი ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ მაშინ ხა ეგ რომელი წელი იყო 91 ალბათ, როცა დინამო პირველად წავიდა უცხოეთში კიპრზე, ზბორებზე ქეცბა უკვე წასული იყო და ქეცბას გუნდთან ვითამაშე და სასტუმროს გვერდზე იყო ღამის კლუბი, ნუ მუსიკა, გოგოები, ეს რაღაცა შუქები, ეს ჯაგაჯუგი რაღაცა, მაგრამ ხო ნუ 20 რომელი წელია? 18 წლის ვარ, ანუ მეტი როდის უნდა მოგეწონოს ხო ღამის კლუბი და ყველაზე კაი ასაკი, ჯამთელად, ქალებს უყურებ, ვიღაცა რაღაცა ეს ტეკილა, დალიე, რაღაცა ეს და რა. მაშინაც არ მომწონებია, მეთქი ეს ubedureba, მეთქი სიბნელე, ეს ერთმანეთს ერთხმას ვერ გასცემ, წარმოუდგენელია. კი, ნუ იცეკვებ, ვითომ, მაგრამ ის მუსიკაც არ მომწონდა რა, ძალიან მძიმეა რა ჩემთვის და ვიჩხუბეთ. ისო ვიჩხუბეთ რომ დაცვა მახრჩობდა. რაღაც ესეთი ჯანიანი კაცი იყო, უკიდან მომა, არ ვიცი, ნუ დავცხეთ ერთმანეთს მოკლედ იქ ფეხბურთელებმა და კიპრიოტელებმა. რაღაცის გამო, ნუ არ ვიცი ხარა რაღაცა ბიჭო შენისა, რაღაცა ვიცი ხარა ენაზე არ მინდა გვარების თქვა და ნიკა ჩხეიძემ ჩვენმა მეკარე მიშველა მე, იმიტომ რომ ვიღაცა ბაკლანი აი ჯანიანმა ესე კიბეი ჩვენ ბეძე მაღალი კიბე იყო რა და უკან ესე წავიდა რამოდენიმე ნაბიჯით ეს ბიჭი და კესერში მომიჭირა ხე და ვერ იმიტომ ეს ხელები აქ აი ამ სისქე და წამოკრა ფეხი იმ კიბეზე ცოტა წავიქეცით რა და ნუ ამასობაში ჩამორბოდა კიბიდან რა და დაცხორა იმას და ხელი მაშინ გამიშვა რა თორე ხელმა დავეხ გამოვედით ხა იქიდან რაღაცა პოლიცია მოვიდა აქეთ იქით მაგრამ ნუ აი ესეთი ისამაკა ფეხბურთის თემაზე მინდა გკითხოთ. ალბათ საქართველოს ყველაზე ანუ ეკონომიკაზე არ მეკითხებით პირდაპირ. არა, პირდაპირ ფეხბურთზე. აი ბატონო. ყველაზე საფეხბურთო გვარია მე მგონი არველაძე. სამი ძმა, თან მინდორზე მე მგონი ერთადერთი თქვენ ხართ ძმებში, ვინც სამივემ ერთად ითამაშეთ. სოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ერთდროს სამივე ძმა ხო, ერთი რაც ამოვიწერე ჰონდურასის ძმები პალასიოები იყვნენ სოფლიოზე, განაცხადში იყვნენ, მაგრამ ერთად არ უთამაშია, ხო. და თქვენ სამივემ ერთად ითამაშეთ. ანუ მაგათ ნამყოფები არიან, მაგრამ ნაკრებში ერთდროს არ ხო, მოედანზე ერთ შევიდნენ გამოვიდნენ კი და თქვენი ესტაფეტა გაგვარები არიან? პალასიოები. არასიო, ხო, ხო, კიდე იყვნენ მალაიზიელი ძმები საიდ სადიკები 70-იანებში. ოღონდ ამათაც არ უთამაშიათ ერთად. არა, ნუ ეგრე სტაროსტინებიც იყვნენ. სტაროსტინებიც იყო, მაგრამ მოედანზე თქვენ იყავით მარტო. თქვენი ესტაფეტა გააგრძელა ვატომ? რა ემოცია იყო, როცა ვატომ ეროვნულ ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა? სხვათა შორის ესე იგი, ნუ ალბათ ყველაზე ძნელია. ეხლა რომ უფიქრდები, რა შეგრძნებები ქონდა ჩვენ, ეხლა ჩემი შვილი არ არის, ვატომ, არა, ნუ რა, ხო, რეზის შვილია და ნუ ჩვენც ეხლა რაღაცა განსაკუთრებული ძმისშვილია მესმის, მაგრამ კიდე ამ ფეხბურთ. ეხლა მე ვიხსენებ მამაჩემს და დედაჩემს რა შეგრძნება შეიძლებოდა რომ ქონოდა რა. ანუ ის ერთი რთულია
ამ ყველაფრის ყურება, ეხლა ნუ საბედნიეროდ ის თამაში, როცა ვატომ ეგ გოლი შეაგდო, რაღაცა განსაკუთრებულად რთული. თან იმ კარებში გაიტანა, სადაც თქვენ გაქვთ ნაკრებში გატანილი, სულ ერთ მხარეს გაქვთ გატანილი. მე არა, ალბანეთთან იქით მაქვს მე ეგრე მახსოვს რომ სულ მარცხენა მხარეს. ხო, იმის ტუნელის მხარეს შეაგდო ვატო. აქეთ შეაგდო? მე იქით. ალბანეთთან მაგ თამაშს ვიყავი, ჯამარაულო მაგარი პასი მოგცა. 98 წელს იყო, 62 წუთზე თუ რაღაც შემოხვედით და მალევე გაიტანა. ალბანეთთან შევაგდა 1-0 მოვიდა. კი, 2000 წლის შესაძლოა. ისრაელთან მაქვს შეგდებული, სასომხეთთან მაქვს იქით 2 გოლი, ალბანეთთან მაქვს და პირველი გოლი მაქვს. აქეთ მართალი ხარ, არ მაქვს. მე არა, ეროვნულ ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში ხო დინამოში? არა, როგორ არ მაქვს, პოლონეთთან მაქვს მაგარი გოლი შეგდებული იქით. 3 რომ მოვიგე. პირველი მე შევაგდე, სასწაული გოლი შევაგდე. შოთი მაგარი პასი მოწა და სამჯერ მოვატყუე. Szota Arweładze. Szybki, dynamiczny, dobrze wyszkolony technicznie, dośrodkowanie na swego brata Arciła. Ten drybluje, długo zawile i strzela w końcu bramkę. 1-0 dla Gruzji. ხვალტოს ემოციას დავრუნდა. ხო და ანუ ისევე ნერვიული. ანუ იქ ხო კიდე ანუ ისი თქვა მინდა რომ ეგ თამაში არ იყო რაღაცა განსაკუთრებულად, ხო არც თქვა 0-0 არ ბოლო წუთი ვიგებდით თამაშს, რაღაცა განსაკუთრებულ პრობლემას ვერ გვიქმნიდა წინააღმდეგე და ნუ ჯაბამ განკავამ, ისაც ალბათ მთელი ცხოვრება მადლიერი უნდა ვიყოთ რომ ეს აიღო ბურთი, ამას ეძახდა ვაისი იყო თუ არ ვცდები. კი, ვაისის დროს იყო, კი. შენ დაარტყიო თუ ვიღაცას, მე კიდე იმას უნდოდა დარტყმა, რა ქვია, კვეკვესკის, იმიტომ რომ გოლი არ ქონა შეგდებული და მე დავარტყავო და ნუ მაინც ვატოს დაარტყმევინეს და ვატომ ნუ შეაგდო გოლი და ისი თქვა მინდა რა ანუ ვითომ არაფერი სანერვიულო არ იყო, ვითომ არც თამაშს რაღაცა განსაკუთრებული ის არ ქონდა, ხო? და მაინც ძალიან ვინერვული. ხა წარმომიდგენია, როცა რაღაცა მნიშვნელოვანი თამაშია, მნიშვნელოვანი წუთია, ან ანგარიშია ისეთი არ არის, როგორიც შენ გინდა და ამ დროს შენი შვილი, სამი შვილი თამაშობს მინდორზეა, დედაჩემი ფაქტიურად არ უყურებდა თამაშებს იმ პერიოდში ტელევიზორსაც თიშავდა, არც არავის ზარს არ პასუხობდა და ნუ მამას უწევდა ხოლმე მარტო ასე ვთქვათ თამაშიც რო ჩამოდიოდნენ იშვიათად, მაგრამ ნუ მაშინ ცოტა რთული იყო ამ ვიზებით იქით-აქეთ ზიარული. თურქეთში ხშირად უწევდა ხოლმე, მაგრამ დედა არ დადიოდა თამაშებზე და მამა დადიოდა. ანუ დედა მე შედეგებს იგებდა სარგებლობაში. იგებდა, იმიტომ რომ ნერვიულობდა ძალიან და დედა ყავდა ერთხელ წამოყვანილი ესპანეთში წავედით ეროვნული ნაკრები, ჯერ კიდე ესე ოფიციალურად ეროვნული ნაკრები არ იყო, მაგრამ ნაკრები ერქვა რა. 10 დღიანი თუ 2 კვირიანი ზბორები ქონდა ეროვნულ, ნუ ნაკრებს, მაგრამ ნაკრების სახელით არ იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდე აღიარებულები არ ვიყავი და კაი ტურნე ქონდა ესპანეთში და სხვათა შორის ძალიან კარგი ამხანაგური თამაშები ქონდა რა, ესპანურ უმაღლესი ლიგის გუნდებთან და პირველ ანუ სეგუნდასთან ლიგებთან და ძალიან მაგრავი თამაშით. მაშინ ვნახეთ პირველად რაღაცა არაჩვეულებრივი მინდორი ესპანეთში აი გოლფივით გაკრეჭილი, გოლფის მინდვრივით გაკრეჭილი, ჯერ ხელოვნური გვეგონა, იმიტომ რომ ნუ რაღაცნაირი წარმოუდგენელი ზომის იყო, დაბალი და ნუ აი არ ვიცი, გავგიჟდით. და ნუ მანდ გვითხრა რომ ეს თამაშის მერე ახლო ტრიბუნა იყო და იქიჯდა დედა და ავირბინეთ რა, ანუ 3 გოლი შევაგდეთ, რაღაცა კარგად ვითამაშეთ და ოფლიანები, ეს ჭუჭყიანები, ტალახიანები ნუ ტალახიანი როგორ ნუ ბალახით ტალახიანები რომ სუნთქავდით, აი მე გვითხრა რომ აი მაგის მერეო ვეღარ იმავს ქენიო რა, ანუ აი თქობა ძალიან ცივი თქვა რაღაცა არ ყოფნიდა თუ დაღლილები ვიყავი თუ რა არის, არ ვიცი და თქვა რომ ნუ ვერ უყურებო რომ მოკლედ ყველა ჩვენს აქცევას განიცდიდა რა, მოკლედ არ უყურებდა თამაშებს რა. ეხლა მე ის გამო წინა კვირაში ჩემი შვილი პირველად ნახე სცენაზე და აი მე შემეკრა სუნთქვა და ძალიან ემოციური იყო და რთულია ესე უყურე. ხო და აი ვატოს გოლმა, ნუ აი როგორ გითხრა, არ უყურეთ რა ფაქტიურად, აი ესე რომ უყურებ, ხო თან გინდა რომ უყურო, თან არ გინდა და დექით ყველა ერთად მე მოკლედ ძალიან ვინერვული. ძალიან მაგარი რამე იქნება. ხო ნუ აი ძალიან მაგრა ვინერვული. საკუთარ თამაშით ეგრე არ ნერვიულობ ხო სპორტში? იცი როგორ არის თამაში, როცა შენ თვითონ თამაშობ, გაცილებით უფრო გადაგაქ ეხა ყურადღება, იმიტომ რომ ჩართული ხარ იქ.
მოწინააღმდეგეს უყურებ, შენიანს უყურებ, იმას უყურებ, ამას უყურებ, ფიქრობ რაღაცა, არა გაქვს ეხა მაგ როგორ ნერვიულობ, მაგრამ აი თამაშამდე უფრო ნერვიულობდი. თამაში რო დაიწყებოდა, აღარ ნერვიულობდი. გასაგებია. მერე თუ კარგად მიიგდის, ნერვიულობის თემაზე წავედით და რევას გიორგი კარგა ხანი იყო ამერიკაში, რამდენიმე წელს და სწავლობდა იქ. ქალიშვილიც ესპანეთში იყო, მე მგონი. საალოდაც ესპანეთში დაამთავრა. აი ეს მომენტი მე დალადოს ეხა ბავშვები სადაც 2 დღითო სადმე წავნენ ხოლმე იმაზე ვასკდებით ერთმანეთს აბა უმაგათ გარეშე ღამერად სუდია ეს მომენტი არ ქონდა როგორ შეეგუეთ არ ვიცი კი უფროსი 4 წლით ადრე წავიდა რეზი 28 წლის არის და წავიდა ჯერ კიდე გოგოები თბილისში იყვნენ ლიზა პატარა იყო და სალომე ერთდროულად არ წასულა. კი, რეზი წავიდა, სხვათა შორის ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ მე მეტყობა მაინც ევროპელი უფრო ვარ, ვიდრე ამერიკელი, იმიტომ რომ იქ რო ნაცხოვრები გააქვს ევროპაში ძალიან აქვეა რა, აი რაღაცა თითქოს როგორ გითხრა რა, აი ერთ წამში გადაწყვიტავ წასვლა წამოსვლას. ის რაღაცა მოწყვეტილია, ხო, აი ძალიან მართლა მოწყვეტილია ჩვენს რეალობასაც და ქვეყანასაც და დროსაც რა, იმიტომ რომ აი საერთოდ სხვა ახმა გაქვს რა, როცა იქ არია და როცა წავიდა და გადაწყვიტა ამერიკაში, ძალიან გამიჭირდა ურთიერთობა. ანუ ეს მიწერ ძინავს იმით. რამდენი წლის იყო რო წავიდა? ჩვენ სკოლა დაამთავრა და იქ ჩააბარა უკვე რა, დენისონის უნივერსიტეტში ჩააბარა და მე 4 წელი ისწავლა და მე მასტერი გააკეთა და მე კიდე 1 წელი იყო, მე ლოს-ანჯელესში გადავიდა მანამდე დენისონში იყო და ეგ პერიოდი აი ეს WhatsApp-ით დახედო დროს, ის იღვიძებ, შენ იძინებ, როგორ ახარ, კარგად ვარ, აი ხო კარგად ახარ და ამით ვერ ვეკონტაქტებოდი და მიჭირდა. ესპანეთში არ გამჭიროებია, იმიტომ რომ მაინც ხშირად ჩავდიოდი. იქ ორჯერ ვიყავი რა, ვერ ჩავედი ხშირად. ჩემი მეუღლე უფრო რამოდენიმეჯერ ჩავიდა, პლუს დაემატა რომ იქ რაკს თამაშობდა ამ უნივერსიტეტის გუნდში და ფეხი მოიტეხა და საოპერაციო გახდა და ნუ მოკლედ რაღაცა ცოტა ესპანეთში რაგბი უყვართ? არა, ამერიკაში. ამერიკაში თამაშობდა რაკს და მე ფეხი მოიტეხა და ნუ მოკლედ ოპერაცია რთული ოპერაცია იყო, წვიფში გადაწყდა რა. ხო და ნუ მაგ დროს ჩემი მეუღლე გერმანიაში იყო და ის იქიდან გაფრინდა, მაგრამ სანამ ჩაფრინდა უკვე ოპერაცია გაკეთებული ხო, ნუ მოკლედ ეს ცოტა ისა გვაქვს რა, ეხლა არ ვიცი გოგოები, მე ნუ უფროსი გოგო ესპანეთში დაამთავრა და ეს ცოტა მარტივი იყო, ჯერ მარტო არ იყო, შოთიშვილიც იქ სწავლობდა და ძალიან ბევრი ქართველებიც იყვნენ და მაინც აქვეა ნაცნობი, უცნობი მიფრინავს ვიღაცა დღეს გაატან, გამოგატანს, რაღაცა ის მარტივია რა. ამერიკა რა თქმა უნდა ძალიან რთული იყო რა. ეხა პატარას არ ვიცი, აქ რაღაც სორვილები დავნახოთ. ნერვიულობა მაინც არის რა. არა, არის რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება სანერვიულო არ იყოს, თუმცა მაინც შორს რო არიან რთულია მე მგონი რა. მე მაგალითად სადმე რო არიან ბავშვები წასული, უფრო ვერ ველაპარაკები ტელეფონით, უფრო მენატრებიან. მიჩემია მესიჯი მივწერო, ვიდრე დავინახო. ხო და მეც მაქვს ეგის, აი ვერ ველაპარაკებოდი რეზს. აი მივწერდი, მაგრამ როგორ ახარ, ხო კარგად ახარ. შენ საკმარისი იყო, ანუ ეს ურთიერთობა მიჭირდა რა ამ ტელეფონით. ეხლა მე და მას დიდი ხნის ტელეფონზე ლაპარაკის ის არა მაქვს. აქვეა ზოგი შეეულია, მაგრამ აი ეს პერიოდი უფრო ესე რა, მივწერდი, მომწერდა რა. უკიდე კაი ეს მაინც არსებობს და ტელეფონი მეგერა გვაქვს კაცო იმითი ვიღეს. რო შეგვიძლია დაველაპარაკო, ადრე საერთოდ რო არ იყო მაშინ. ხო, ჩვენი პერიოდი რთული იყო. რა თქმა უნდა, მე რო ჩვენ რო თურქეთში წავედით, რა ის ტელეფონი რაც 1 წუთი უნდა შეგეკვეთა $9 ღირდა. როგორ გავაკეთოთ და კიდევ. და всё, გადაიხდიდი ტონაპულს და ნუ მაშინ ძალიან ჭირდა ეხა არც მაგდენი ფულია იყო და არ მე ნუ ეს რაღაცა ერთი პერიოდი ძალიან გვიშველა Skype-მა. ხო, მაგრამ ესეც უნდა დაამონტაჟო, ის კამერა დაუყენო იმ დროს მიწერო რომ ის სახში იყოს, მე ეს ნუ თან ეს იმდროინდელი ინტერნეტი. ხო და ხანჭედავდა ხანის ხანეს და ნუ არა, ნუ Skype-ა მაინც ბევრი რამ იმასქნა რა, შეცვალა. ნუ მე ეხა ტელეფონები რო გამოვიდა. ტელეფონებზე მახსენდება ხოლმე 90-იანებში ერთი გოგო მომწონდა, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და სულ ამიდა მაშინ მობილური არ იყო, ფოსტაში უნდა ჩასულიყავი. ფოსტა უნდა დაგერეკა, რო გადაუხდიდე 30 თეთრი ღირდა წუთი. 30 თეთრი მაშინ მაგალითული იყო. და თქვათ მიმცემდი ლარიან 3 წუთი რო გადიოდა, ის იღებდა ტელეფონს, დრო გითავდა და
ამ გოგოს ხოლა პარაგოდი და ყოველთვის ამ პოსტის ქალის ხმა ჩამესვა დრო გიწავდება და უთიშავდი ხოლმე. საშინელება იყო. არა, ნუ ეგ მთელი ბავშვობა ადრე დაწოლაზე გვეჩხობებოდნენ და ადრე როწვები ნიშნავს რომ რაღაც ხურება გინდა თორე ხა მაინდა-მაინც ხო და სუნატრულობდი რომ რამე არ შეიძლება რომ აი საბნის ქვეშ უყურო რაღაც. ეკადაიფარო და უყურო. აი რა ნატურაც მქონდა. ესე იგი არც ერთი ის ნატურა არ აქვს ჩვენ შვილებს რა. ხო. ანუ ტელეფონში რაღაცა რამდენჯერ მიფიქრია რომ აიღო ტელეფონი დაურეკო ვიღაცას და თან უყურო რა მოხდა რომ უყურო. ეგა ხო. ჩვენ დროს ეს იყო რაღაცა და ჩართა უყურო. 28 წლის ვიყავი, როცა ტელეფონში ინტერნეტი გერმანიაში შევიყვანი, ანუ მანამდე არ არსებობდა რა ეს smartphone-ები. ხანუ კომპიუტერზე რო არაფერი თქვა, ესეთი თამაში ჰქონდა, რაღაცას ტელევიზორში უნდა შეგეერთებინა და ესე ტიკ და ეს ტენისივით რაღაცა ბურთი უნდა დაგეჭირა და რა ერქვა მაგას, რაღაცა ხმა ჰქონდა და ეს იყო ყველაზე და ზარულოვი ერქვა კიდე მანქანით პატარა, ეს ყველაზე კაი და ჰოკეის ხო ჰოკეი ვაღუნავდით ამ გუშტებს და ეგ იყო ყველაზე კაი სათამაშო ჩვენთვის, მაგრამ ესეც ვფიქრობ რომ ეგ კარგი იყო ვიდრე ხა მთელი დღე ტელეფონში როზე. ხო არა, ეგ რეალური თამაში იყო, ჰოკეი იყო ძალიან მაგარი. ესა ხო, ის ფეხბურთელი იყო პრუჟინებზე რა. ზარული გახსოვს? კი. როგორ არა, მაგართან გაგეძრომიალა, თან ყველას კი არა, ყველა კი ვერ შვებოდა მაგას ერთი ორი ისეთი მოსატეხი შესაძრომი კი, მაგარი რამე იყო და ის არ გქონდათ, მერე გამოვიდა უკვე ხელის გაჭეტივით იყო. ტეტრისამდე იყო. ნუპაგაძე ხო, და კვერცხ ხო, ტეტრისის ნაირი ხო და ქათამი და კვერცხი და ეგ გქონდა მე ჰოკეი. ო, მაგისგან თვალე კარე დარბოდა აქეთ იქ. არა, ჰოკეი არ მქონა, ტეტრისი მახსოვს რომ ტეტრისი კი არა კვერცხები. ხო, ბეგე ანუ და მე რო ჩქარდებოდა. კი, და მან დამოვდე რომ რაღაცა ქულამდე თუ ახვალ რომ მე რაღაცა ნელდება ხო და რაღაცები. მულტფილმი დაიწყო. სულ სხვა რეალობაში ცხოვრობენ ჩვენი შვილები, შენიც ეგ ამბავდა და ჩემ მეუღლეს აქვს ბავშვობაში ჩემ ახალ წელს თოვლის ბაბუამ ბალიშის ქვეშ დამიდო კალკულატორიო და ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვიყავიო და ეხლა რო კალკულატორი აჩუქო შენ შვილს არა ის შენ რო თბილისში გოგო მოგწონდა იმისთვის რომ კალკულატორი გეჩუქებინა რა ვიცი შეიძლება იმ დროს მომწონდა რომ შეიძლება მოწონ გახარებოდა კალკულატორი ხო ისეთი პერიოდი იყო შეიძლება ისიც ეკონომისტი იყო და შეიძლება გახარებოდა მე შეშუს უთხარი რომ 92 სნიკერსი მომიტანა თოვლის ბაბუმა და სიცილით მოკლა სნიკერსი რატომ უნდა მოგიტანოს ანუ მაშინ მე ჩემ მეუღლეს ყიდულობდი მაგალითად შოკოლადებს სნიკერსებს და ანუ ეს ისეთი რამე. მე ვიცი რომ ლექსებსაც უწერდით. ლექსებიც დამიწერია კი. ხო არ გახსოვთ რომელივე. რაღაცა ეხა ესეზე, შენახული გვაქვს ყველა ლექსი და მოკლედ ფეხბურთელი უფრო მაგარი იყო აჩი თუ პოეტი? არა ის პოეტი. რაღაცა მოდიალობდი რა ჩემთ. მაგრამ იმ დროს ეხა ხო იცი როცა გიყვარს და როცა უყვარხარ ყველაფერი მოწონს და ყველაფერი უხარია რა. ამიტომ მეტეს ჩემი ლექსი. ხო, ჩემ ცოტა ალბათ მაგიტომ მოწონა ჩემი ლექსები. ხო, აბა ეგრეა რა. ის უფრო ისე ჩანს რა ქვია. მე სხვის ლექსებს უკითხავდი ხოლმე, არ დამიწერია ვაღიარი. არა, მე გადაკეთება მიყვარდა. გალაქტიონის ლექსები. უცნობი ლექსები მარტივი გადასაკეთებელია. ხო, რო ეხა იმას ვერ გადაკეთე. ხო, აბა მერის გადაკეთება ცოტა რთულია. ძალიან კარგი ადამიანის მოყოლელი, ძალიან კარგი ამბავი ნახე და მინდა უცებ მოვყვე რა, ნიკო ლეკიშვილი, რომლის ჩაწერაც გვინდოდა და სამწუხაროდ ვერ მოასწარი, ძალიან საოცარი ადამიანი და ის იხსენებს, რომ 1 მაისის რაიკომის მეორე მდივნად დავნიშნესო. კიჭას დაურეკეო, მეგობრები ვიყავითო, ვახარეო და მე ველოდებიო, რომ აი გენაცვალე. ხო და კიჭას პასუხი იყო, მე მერჩივნაო, მეორე მაისის რაიკომის 1 მდივნად დანიშნული ყავიო. იუმორი არ ვიცი ოჯახში გავთ ეს რაღაც მოგდგამთ ხო? და ძალიან შვილებთან როგორ გადგებოდათ ხოლმე ეს თუ გამოგდგომია. იცი არის არ ჩვენ შვილებს ვერ ვიტყვი რომ ეხლა რაღაცა მთელი დღე იმაზე არიან, რა ქვია, რა იხუმრონ, მაგრამ ხოთა შორის არაუშავთ რა იუმორში. და ატყობენ როცა რაღაცას თქვა მატყობს რომ ცოტა რაღაცა არ მომწონს ან გაბრაზებული შეიძლება ვიყო რაღაცაზე, ნუ მე გადადიან ესეთი ტაქტიკური სულარო ხო რაღაცას ჩააკვეხებენ და მოყავხარ ხასიათზე. ხო ნუ მე თუ გაგეცინა მე ვეღარ გაბრაზდები და ამიტომ მოკლედ
არა უშავთ ბავშვებსაც რა და ხო იუმორი ისეთი რამეა რომ რაღაცა რთულ პერიოდშიც და სტანდარტულ მდგომარეობაშიც შეგიძლია რომ გამოიყენო და გამოგიყვანოს მდგომარეობიდან. ჩვენს რაღაცა განსაკუთრებული არ ვიცი ნუ რა არის ეხა ეს ადამიანის რაღაცა ზოგს ხატვაშეული ალბათ ზოგს ფეხბურთს თამაში ზოგს კარგად რაღაცა ზოგს ყველაფერი და ხო და ნუ ზოგსაც ეს იუმორი რავი ალბათ ბუნებრივია ხო ნუ არ იუმორს ისწავლი ადამიანი ალბათ ვერა ყავს მეგობრები ძალიან კარგი ენით სხვათა შორის ფეხბურთელებს უნდა ვაღიარო რომ არ უჭირთ საბედნიეროდ არ არის ხა გამორჩეული მაინდა-მაინც მე რეზიდაშოთი ძალიან ბევრი ჩემს ირგვლივ ჩვენ გუნდელები ხა არც ამათ აკლიათ რამე მატარებს თუ რამე აგერია პირდაპირ მოგჭრიან კისერს ამიტომ ფეხბურთელებს არ ვიცი ხა მე შეიძლება არ ვიცნობ უფრო ან არ ყოფილა იმ თქვა გასახდელში კალათბურთელებთან რაგბისტებს ალბათ სპორტსმენებს რა რაღაცა ეთყობა ის იმდენი რაღაცა ხდება იქ რომ მერე ის ბესკოზი რა ვითამაშოთ ჯამარაულმა უთხრა ბესკოზი რა ჯამარასია ხო მაგრამ ნუ საშასაც ძალიან კარგი იუმორი აქვს და აფასებს თავის თავსაც ზეც ხა ყოფილა შემთხვევა რომ მაგალითად ხა ნუ ჩივაძეა ხო ის ხო არ არის აქვე ხა ხო ესე მარტივად ვერ იხუმრებ რა ხა მინდა აღვნიშნო რომ მაგალითად ნოდარ ახალკაცსაც ქონა იუმორი მაგრამ ცოტა მძიმე ანუ მას შეეძახა ნოდარ ახალკაც ვერ ეხუმრებოდი ხა ეგრე მარტივი არ არის რომ ხა ახალკაც მიდი შენ და ცოტა რაღაცა ხა თაგე ის პერიოდი მაინც რაღაცა ცოტა უფრო დირექტორული კი აიყო მცნელი მაგრამ ყველაფრის დირექტორი რო შენ ახარ ხა ვიღაცა ფეხბურთელი გეხუმროს იშვიათი იყო რომ ვინმეს მისთვის გაებედა 1-2 კაცის გარდა და ეს 1-2 კაცი იყო მიშა მესხი რა დიდი მიშას შვილი და პატარა მსახიობი მიშას მამა რა რომელიც ნუ წარმოუდგენელი იუმორის მქონე იყო და ნუ მისთვის არ არსებობდა ადამიანი ვისთანაც შეიძლება რომ არ ეხუმრა რა ცეკას დივნები და რაღაცი ბატონი ჯუბერ პატიაშვილთანაც კი და ნუ აი ვინ უნდა მოსწოდო არ ვიცი ხა ნუ მინისტრი იყო მაშინდელი ხა კიდე განწყობა სხვა იყო რა კი მაშინ რომ ყველაფრით დამოკიდებული ხარ თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროზე როგორც იმიტომ რომ თბილისის დინამო ხო მე დინამოს იმას რა ქვია სპორტ კომიტეტის კომიტეტი ხო დინამოს მაგათ კიდე სხვა ის ქონდათ ხო ორგანიზაცია დინამო მე იმის ისა მე რაღაცა იმდენი იყვნენ რომ აი ყველას თან უნდა ამ კაც არაფერი ანუ აი არანაირი ბარიერი არ არსებობდა მისთვის ანუ არც ნოდართან რა სხვათა შორის ანუ ცნობილი ისტორიებია მიშაზე და ბატონ ნოდარზე იმიტომ რომ ნუ ერთადერთი კაცი იყო ვისაც შეეძლო რომ შეებრუნებინა ხუმრობით ხო ფარსანანოვიჩისთვის ანუ ხა ეგ წარმოუდგენელი ფეხის წვერებზე დადიოდა ხალხი ჩვენთან საბედნიეროდ ჩვენ მქონდა კარგი ურთიერთობა ბატონ ნოდართან იყო ესეთი შემთხვევა მართლა მაწაკიანა ქონა რა კარგი გაგებით ერთხელ მოყოლილი აქვს ალბათ ესპანეთში აი ეს ტურნირი რო ვახსენეთ იქ იყო რა ბატონი ნოდარი და იქ ერთ-ერთ გუნდს ვეთამაშეთ ჩვენ რომელიც აპირებდა უმაღლეს ლიგაში გადმოსვლას რა ანუ მიდიოდა კარგად სეკუნდა ბეში იმაში ანუ მეორე ლიგაში და იმ პერიოდში ვეთამაშეთ რომ ჯერ კიდე აქვს დიდი შანსი რომ გადავიდეს უმაღლეს ლიგაში და ხო უთარგმნის თარჯიმანი ბატონ ნოდარს რომ ეს ნუ თამაშის მერე იყო თუ წინ აღარ მახსოვს და ნუ ბატონმა ნოდარმა უსურვა წარმატებები რომ ნაშეკი შემდეგი თამაშები წარმატებით ჩაამთავრო და გადახვიდეთ უმაღლეს ლიგაშიო და თუ ვერ გადახვალთო იქნება ღამე გადაიპაროთო რა და ნუ თამის ხაი ეგეთი რაღაცები იცოდა ხოლმე რა ხო იქ ყოფილა ერთ ფეხბურთელს რუსეთში თამაშობდა თუ არ ვცდები ხარვი და გვარი თქვა იმას ეკითხება რომ ესა და ეს არისო ხო თქვენი მწვნელიო იმ გუნდში სადაც ეს ბიჭი თამაშობს და ნაკრებში ვარ შეკრებილები და
ის კახელი ბიჭი იყო და ხო ბარტონოვიჩ ეგორიო ძნელიო და რა ისენი გაქვთო რა ანუ აინტერესებს მისი ტაქტიკური და ავარჯიშები გაქვს და რავი ამას უწრეებზე დავრბივართო რა ეს ფეხბურთელი ეუნება ფანა ეხლა რომელ წრეზე ხართ ეგეთი რაღაცები იცოდა ხოლმე რა მაგრამ ხა იქ რომ მე შენ რაღაცა ზედმეტი ჩაგეკვეტებინა და შენ გეთქვა მარტო მიშამეს ხშეერ მიშამეს ყველაფერი შეერ საშასაც ქონდა ეგეთი საშას არა აქ ეგეთი რამე აი ხა უნდა ვაღიარო რომ სხვათა შორის მართლა მაგარი იუმორი აქვს განსაკუთრებული და ამ იუმორს აფასებს ფეხბურთელშიც კი აი მას შეუულია რომ ეს იუმორი სხვა დონეზე გამოიყენოს რა ასე ვთქვათ რა და როცა რა ფეხბურთელობით უნდა შეგაფასოს რა თქმა უნდა ეხლა იმას ხო არ დაიწყებს ამას კაი იუმორი აქვს და იმიტომ დაუძახებს და მაგრამ ეს თუ კიდე ამას ზევიდან ემატება შენი ვთქვათ იუმორი, ну, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ ატმოსფეროს ქმნი, იქ რაღაცა ისეთი მდგომარეობა ნაკრებში, იმიტომ რომ ხა ნუ ჩვენ გაჭირვებული დროის ხო, ხა წყალი არა, შუქი არა, გაზი არა, ფორმა არა, ბუთი არა, მინდორი არა და ეხა კიდე იქ თუ დაყრუდებოდი და იმას იზამდი, რა ქვია, დეპრესიაში ჩავარდებოდი, ვიღაცა გჭირდებოდა რა, ისეთი რომ ცოტა აყოლოდა და საშას მაგალითად შეგეძლო რომ რა თქმა უნდა ეხა თავისი ზომით გვეხუმრა და ერთხელ მახსოვს რომ მოკლედ ვიხუმრეთ რაღაცა რა და ისე რომ არ იცოდა ვინ იხუმრა და ბოლო გითხრა რომ თქვენს მეტი მაგას მაინც არა ვერ იზამდა შოთის აქ არაჩვეულებრივი ბიოგრაფიული წიგნი გუშინ. ზოგადად ჩემი საყვარელი წიგნებში ყველაზე მეტად მიყვარს ბიოგრაფიები. ბიოგრაფიები მიყვარს სპორტსმენების ბიოგრაფიები, ფეხბურთელებისაც, მორაგბეები, კარატე, ყველა მაგ ქართულ ენაზე რაც არის წაკითხვა. შოთის წიგნი არის ერთ-ერთი საუკეთესო. არაჩვეულებრივად არის დაწერილი და როგორც ვიცი თვითონ დაწერა. კი ბატონო, იმიტომ რომ თავიდან რომ დაიწყო ჩასწორება, ვთხოვეთ ჩვენ მეგობარმა. სხვათა შორის დათო თავათქილაძემ ჩვენ ბავშვობის მეგობარია, სპორტული ჟურნალისტი იყო. მან დააწალა რა, იმიტომ რომ უთხრა რომ დაწერეო რა და ნუ შოთის ცოტა ესეთი პოზიცია ქონდა. რომ კაიო რა ეხა მეორე დავწერო პიფიანებს ჩივაძებს და მესხებს და მეტრეველებს არ დაუწერიათ მერე კაიაო რომ არაფერი არ გვაქვს იმათი არც მოყოლილი არც ისა არცია და არც კანტიკუნდად რაღაცა და დაწერეო და აი ამ მოტივით დააფიქრა იმაზე რომ დაიწყო წერა იქ რაღაცა ფილოლოგიურად ფილოლოგმა მოდი თქვათ გარაჟებზე ვთამაშობდით არა ფარეხებზე ვთამაშობდით ხო აი აღმოჩნდა ისე გამოვიდა რომ ეს ჩასწორებული სიტყვები მიუხედავად იმისა რომ ალბათ გრამატიკულად ქართულად ეს ხო არა დაკარგავდა მთელი იმ საბავშვო თუ ბავშვებისთვის გასაგებ ენას და ნუ მე თქვა რომ მოარაო მეო ესე როგორც მე მინდა ისე დავწერო მე წერდა ხელით ხო ნუ მე ბოლოს ისევე ჩვენმა მეგობარმა ნინო ჯიბლაძემ რომელმაც ძალიან ბავშვობის მეგობარია ჩვენი მასაც უყვარდა წერა ის ძირითადად სიყვარულზე წერდა ხოლმე ესეთ ლავსტორებს და ის უსწორებდა რა და ნუ იმან ხა იმდენად კარგად იცოდა ჩვენი ბავშვები რომ ძალიან პატარობის ბავშვობიდან ერთად ვიზდებოდით იმან ძალიან მარტივად გაუგო რა ხო და ნუ მე ბოლო ნუ აღმოჩნდა რომ მართლა კარგი გამოვიდა რა ნუ არტივად წასაკითხი გასაგებად ხა ბავშვებისთვისაც რაღაცა შეგიძლია რომ ყველა მომენტში შენი თავი იპოვო რაღაცა ბავშვობა იპოვო მე ახალგაზრდობა მე თუნდაც ერთული პერიოდი ხა გიორგი ლორიამ დაამთავრა სანაკრებო კარიერა მიულოცემას რა თქმა უნდა მადლობა გადაუხადა მისალოცი ერთი ის იყო რომ მართლა მე
ეხლა ამ გადაცემიდანაც მინდა მას მადლობა გადაუხადო, იმიტომ რომ ესე სტაბილურად ამ ხნის მანძილზე კი ბატონო. სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ჩვენს კარში არ დგარა დამოუკიდებელი ნაკრების და ეროვნული ნაკრების ისტორიაში, ყავდა ბევრი კაი მეკარე, მაგრამ ესე სტაბილურად ამდენი ხანი ნამდვილად 17 წელი. არა, 17 წელი იყო, კი, 17 წელი. ამიტომ მას რა თქმა უნდა ეს დასაფასებელია და მან ისევ მე ვფიქრობ რომ ხა ჩვენ მეკარები ყოველთვის კარგი ყავდა და ანუ გამორჩეულად ყოლია და ეს პოზიცია რასაც მეკარე ქვია ქართველებს არ გვიკვირს მაგრამ მან ისევ მაღალ დონეზე აიყვანა და ნუ აგერ გამგზელებელიც ისეთი ყავს როგორიც საჭირო შოთისტიკზე რატო დავიწყეთ? იქ აქვს ასეთი მაგარი რაღაც დაწერილი, რომ იცით რომელია ჩემთვის ყველაზე ძვირფასი მაიკა ბრედასთან პირველი მატჩის შემდეგ მე დააჩიმ რომ გავცვალეთ. დღემდე არ გამირეცხავს, მინდა ზუსტად ისეთი იყოს, როგორიც მომცა და მისი სუნი აზდიოდეს. თქვენ თუ გაქვთ რამე ეგეთი მაიკა? მე და შოთის მაიკა. ზუსტად ეგ მინდოდა რომ გითხრა. ხო არა, სხვათა შორის მაქვს რამოდენიმე მაიკა იაშკასთან გაცვლილი მაქვს, იაშვილთან, კობისთანაც მაქვს, ვისაც ვითამაშე ხა რა, მაშინ გერმანიაში ვთამაშობდით, ხა რო გითხრა რომ უცხოელებთანაც მაქვს გაცვლილი ხა ინგლისის ნაკრებთან. მაქვს ეგენი ბევრი იმის ხა სახელი, მაგრამ მნიშვნელობით ვფიქრობ რომ ამას რაღაცა სხვა დატვირთვა ქონდა ჩვენ ეგ თამაში პირველად ვითამაშეთ ერთმანეთის წინააღმდეგ და განსაკუთრებული შეგრძნებები იყო რა, იმიტომ რომ თან თამაშობ, თან იმას უყურებ, იმას რომ ბურთი აქვს, იმაზეც ნერვიულობ, შენ გინდა რომ შენც ის თამაში იყო, ცოტა დამნეულები ვიყავით, იმიტომ რომ მე რო ბურთი მქონდა, ის გულშემატკივრობდა, რომ მე არ დამეკარგა და თქო, კარგი რამე გამიკეთები და იმას რო ბურთი მქონდა, იმას და ნუ ეხა იმას უპირატესობა მქონდა, რომ აიაქსში თამაშობდა და ჩემზე კარგი გუნდი იყო და მოგების შანსი მეტი მქონდა, სხვათა შორის 4 თამაშიდან 3 არა, 2 ფრე და 2 წავაგე რა. შოთი გიგებთან. ხო და ერთ ბოლო თამაში 1-1-ზე შევიდა. მეკარე მოატყუა ბრედაში და გოლი უნდა შეეგდო და არ შეაგდო. გააჩერა და მე იქვე მიცა კარგ პოზიციაზე მყოფ თავის გუნდეს, მაგრამ მიცა ცოტა უხეშად, ესე ცოტა ძლიერად, რომ იმას ერთი შეხებით ვერ დაარდაერთხა კარგში. ვითომ გამოუვიდა რომ მიცა царил ადვილად შესაგდებში, მაგრამ ცოტა ძლიერი მიცა, ნუ წესდა უნდა მიეცა და იმან ვერ შეაგდო რა. ამას მარტო მე მივხვდი რომ არ უნდა შეგდო. რა მაგარი ისტორია. არის განსხვავებული შეგრძნება იყო, ნამდვილად რაღაცა რთული იყო, არ არის ადვილი რა. ეხლა რაღაცა პირველად შევხვდით ერთმანეთს მოწინააღმდეგე გუნდებში მოთამაშე. რომ მაისურების გაცვლაზე ახლა გამახსენდა, ამას წინათ ჩავწერეთ თენგისურაქველი და მარადონას წინააღმდეგ. მარადონას გაუწევ. რატომ მკითხა, გაგიცვლიათ თუ მაისურიო და თა როგორ გვიპასუხა? რას ლაპარაკობ მაშინ მაისური რო გაგვეცვალა დაგიჭირავდნენო. მარადონას ეთამაშები და მაისურს რო ვერ გაუცვლია. ჩვენც მოგვიწია სხვათა შორის, აი არ ვიცი, მოსმენილი გაქვთ ალბათ. კახა ცხადაძემ მაიკა აჩუქა სტადიონზე მოსულ, მაშინ რა ქვია გულშემატკივარს ეტლიკ მოსულ, გულშემატკივარს, ხო, ნუ ეხა მეტი ვინ უნდა გთხოვოს, ეხა იქ უცებ გაიხადა და მერე მოძებნეს ეგ მაიკა გამოართვეს უკან, იმიტომ რომ რამოდენიმე დღეში თამაში ჰქონდა და გამოსაცვლელი მაიკა არ ჰქონდა. პირველი ეროვნული ნაკრების კი ბატონო. და დააბრუნეს ის მაიკა. რა პერიოდი გვაქვს? ხო, ნუ ახლა რთული იყო რა თქმა უნდა, მაშინ არც ფული არ იყო, ახლა მაიკა და ადიდასი და გიცნობდით რომელი იყო, მაგრამ ახლა ყველას ჩვენი სავარჯიშო ფორმები ჰქონდა, ახლა თუ გადახედავთ იმ სანაკრებო ვარჯიშებს, ყველას ჩვენი გუნდის მაიკები მომქონდა სავარჯიშო, ერთი 4-5 წელი უნდა ვაღიარო, რომ ქეცფასაც, გიაგურულსაც, ცხადაძესაც და ნუ მაშინ ჩვენ ვიყავით კიდე უკვე თურქეთში წასულები
ძალიან ბევრი რამ მოქონდა ბურთები, ფორმები, სამედიცინო სტეიპები, პირსახოცები, საბანაო ჩუსტებს რო ეძახით ისინი ნაკრებისთვის კი ესე ვაგროვებდით და მერე ჩამოქონდა სავარჯიშო რაღაცა რომ არ იყო, არ იყო. ეხა ბიჭები ვინც საქართველოში თამაშობდა ბურთები ვაგროვებდი ნახმარსაც, ახალებსაც და მოქონდა მერე ხა ცოტა კონტრაქტები რო გაგვიჩნდა კონტრაქტების დროს ბევრად მარტივია, იმიტომ რომ თურქეთში ჩვენ მერე უკვე კონტრაქტი ქონდა და მივდიოდი ფაბრიკაში და ბევრი მომქონდა რა, პუხის კურტკები და თავიდან აი ვინც იქით ხა გერმანიაში ცხადაძეს ქონდა ამის საშუალება, მერე ქეცვა შვებოდა სულ გია, ვინც წასულები იყო და მერე ჩვენ დავემატეთ რა. ერთი ასეთი თამაში გვაქვს, მამა 90-იანებში და მამა ახლა. რაღაცა დედა რა. ანუ ფაქტს გეტყვით, რას შვებოდა მაგ დროს მამა? კიჭა. ხო. და რას შვებდი მე? ბავშვს არ უნდა ჭამა. რას აკეთებდა კიჭა და რას აკეთებდა აჩი? არაფერს არ აკეთებდა იმას, დედა ჩემს ქონა რაღაცა არაჩვეულებრივი წარმოუდგენელი თვისება. ჩვენ აი რა არის ახლა მე ჩემ თავზე გეტყვი, რა არ მიყვარდა მაშინ და რა მიყვარს ახლა. ვერ ვიტანდი ესე იგი წიწიბურას, კატლეტს, ვერ ვიტანდი წვნიანს, ვერ ვიტანდი აჯაბსანდალს, ვერ ვიტანდი ბორში, სუპი, წვნიანი რაც იყო, შემწვარი კარტოფილი, მაკარონი და რა შეიძლება რომ კიტრი გვიყვარდა, ეს სალათი პომიდორით და არ მახსოვს კიდე. კვერცხი შემწვარი? კვერცხი შევჭამდი, კი ბატონო. ეს ყველაფერი ისე მიყვარს ახლა. რომ წარმოუდგენელია ჩიხით მას ვერ შევჭამდი ვერასდროს. არის იმას რა ქვია, აწვნის სუპს ან გოგრის სუპს. და დედაჩემ ხა მაშინ არ იყო რა, მაინდა-მაინც დავხენილი პერიოდი, ხა ყველაფერი ერთდროულად ქონოდა, რაღაცა ერთი წვნიანი ქონდა, ერთი კატლეტი ქონდა, ანუ შემწვარი კარტოფილი ყველაზე მარტივი იყო და ბავშვებიც ალბათ ყველაზე მარტივად და ყველას ეგ უყვარს, ხო ეხლა. დღემდე მშველელია ეგ ჩემ ოჯახში შემწვარი კარტოფილი. ხო და ეცოდა ესე, იმიტომ რომ რო იცოდა რომ ჩვენ არ გვიყვარდა წვნიანი და წვნიანი კაია რომ რაღაცა ხო ეს ჩვეულებრივად გასაგები არის აქეთ-იქით და გვაძალებდა რა. ანუ წვნიანის დალევას გვაძალებდა და დაუშვათ გააკეთეს ბორში. ეხლა ბორსა და სუპს შორის ჩემთვის განსხვავება არ იყო. არც ერთი არ მიყვარდა, მაგრამ იმიტომ რომ იქ მერე ხო ისინია ნახარში, თქვათ, კომპოსტო ისა, იქ ჭარხალი რაღაცა და მაინდა-მაინც ისინიც ხო და წვენს თუ დალევდი ხო. და იცოდა შეკითხვა რა. აი ესე დღეს ბორშ დალევთ თუ სუპს. იმიტომ რომ თქვათ გაკეთებული აქვს ბორში. და შენ უნდა ამოირჩიო. და თუ ამოირჩევდი ბორშს დატოვების და არ ჭამის შანსი აღარ ქონა, იმიტომ რომ შენ თვითონ არ ამოირჩიე? კითხე, იძია, აგერ ბორში და არ ჭამედიება და შეჭამე ხა, რატო არ ჭამ? და თუ ვერ მოარტყავდი, აი ნახეთ ბორში ვარ და გეკითხება, ბორშ დალევთ თუ სუპს? და შემთხვევით არც ერთი არ მინდა, მაგრამ თქვი სუპი. არა ბორშ დალევ. და სუპი არა აქ და როგორ დაგალევ? ანუ არა ბორშ დალევ გეტყოდა. თუ ვერ მოარტყავდი, მეორე სიტყვა თუ არ მოარტყავდი, იშვიათად ვარტყავდით, მაგრამ ვერ ვარტყავდით მოკლედ. არა და გვაძალებდა მე ამას. ეხლა ჩემ შვილებს არ ვაძალებ არაფერს, იმიტომ რომ საბედნიეროდ რაც უნდათ იმას ჭამენ, დარეკავენ იმას გამოიძახებენ ღამის 2 საათზე, რა ვიცი 3 საათზე. მაკდონალდი ჩვენ არ ქონდა. კოკა-კოლა ჩვენ არ ქონდა. ბანანი ჩვენ არ ქონდა, ავოკადო ჩვენ არ ქონდა. რა ვიცი კიდე რა. არაფერიც არ ქონდა. ხო, არაფერი არ იყო, ხო. ეხლა გინდა ეს გამოიძახე, გინდა ეს გამოიძახე, გინდა, აი ქათამი შემწვარი შეიძლებოდა რომ ჩვენ თქვა გვეჭამა იმ პერიოდში. ამათ უყვართ რა, ამა უყვართ, ხო ვერ ვიტყვი რომ არ უყვართ გოგოებსაც, ბიჭებსაც, ანუ რაღაც უნდა იმას ჭამე. კი, სახში ეხლა მაინც ვარჩევთ ისეთ საჭმელს, ეხლა თუ არ ჭამე, ხო. ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეხლა თუ მე მაინდა-მაინც აჯავსანდალი მიყვარდა, ისინი არ ჭამენ, მარტო აჯავსანდალი არ მექნება რა, რაღაცა ისეთიც იქნება, ისიც შეჭამე. აჯავსანდალი ისეთი კერძია ბავშვობაში არავის არ უყვარს. მე სხვათა შორის დიდობაში შემიყვარდა, მაგრამ მაგარი რამეა, ძალიან მიყვარს. ხო, ცივი და ძალიან მაგარია. კაი, მე ხა მეორე, ხო?
აჩის და შოთის აუციცხე და როგორ იქცეოდა მამაში და როგორ იქცევა აჩი ახლა. იცი რა, მაშინაც და ეხაც განსხვავება ისაა, რომ ჩემი მშობლები ორივე ექიმები იყვნენ. დედაჩემის და მამაჩემის და რატომღაც ეს დედაჩემის ექიმობა და მამაჩემის ექიმობა დედაჩემზე მაინც ქალზე გადადის და ეხა რაცა რო იცი რომ დედა შენი ექიმია მარტივად ეს დალიეს იმას კენი ეს ერთადერთი რასაც ვერ ვიტანდი და დღესაც აი გული მერევა როცა იმის სუნი როცა რაღაცა ყელის ან ხველების ან რაღაცა მსგავსი პროხების რაღაცა ქონდა მაინდამაინც უნდა დაგელია ცხელი რძე ნაღები და რატო უნდა დამელია ცელიზე რა ვინ მოიგონა ან სადაც რომელი იმაში ეწერა სადღაც რაღაცა დაიდო თქვენი ცუდად დაწერა ხო ესე იგი აი სულზე ცუდად ხვდებოდი და მაძალევდა ამ ღვინო რა იყო და რძის დალევას რა მსგავსი არაფერი არ მიქნი ხა არც მე რო ხა მაინდამაინც რო არიქა ეს დალი ხა ჩემი მეუღლეც ექიმია და ხა თუ ბავში ავათარი რაღაცას პარაცეტამონი თუ ისა თუ სიცხის დამგდები თუ რაც არის მაგრამ მაშინ ეგეც არ იყო მე მგონი ხო რაღაცა წამლები არ იყო დღეს ალბათ უფრო მეტი საშუალებაა რომ ლუმინალი ის რა ერქვა იმას ასპირინი და რაღაცა დაგელია რა ოფლი მოიდინე ისკენი ინგალაცია ხა მე რაღაცა განსაკუთრებული მასში ვარ ჩართული რომ არიქა რამე წამალი არ გამომჩეს და მე არ მივაწოდო არ ვიცი რომ ჩემი მეუღლე იცის და რა დაალიხ მეც მაგას ვეკითხები რაღაცა რომ მткиვა რა დავლიო თუ რაღაცა 90-იანების მამა როდის ამბობდა ეუბნებოდა შვილებს მიყვარხარ და თქვენ რამდენჯერ ეუბნებით შვილებს მიყვარხარ ხო ეს სიტყვა თვითონ რაღაცნაირად მიჭირს არ ვიცი ეს გამოხატვის ის არა მაქვს ეთყობა არ ვიცი მუფერება მიყვარს კოცნა მიყვარს ჩახუტება მიყვარს თქვათ კოცნი ყველას მაგრამ ეს მაინდამაინც ბავშვებმა იციან მაგალითად ჩემებმა თქმა სულ აი ამ რაღაცა ბევრი გადაცემა ამაზე დედას უთხრა მამას უთხრა რომ გიყვარს იმიტომ რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი რამ არის ხო ცოტა იმას მიშვება მე არ ვიცი ახლა მე რატომ აქ ეს ვერ ვიტყვი მაგრამ ეს სიტყვა თითქოს მიყვარხარ მაინდამაინც ხშირი მითი არა ვარ ანუ მაგრამ მიყვარს რომ მოვალ სახში აუცილებლად უნდა ჩავეხუტო ვაკოცო თვითონ მოდიან და თუ ჩამივლის ვეუბნები შევირიშვილო გაზიან რაღაცა ეს მაქვს მაგრამ თვითონ იციან ხო ლიზამ პატარამ განსაკუთრებით გაიზარდა უპედა დიდია მაგრამ დედამისთან უფრო ჩემთანაც კი მაგრამ მე რო ესე აი ყოველ წამოს ვეუბნებოდე რომ მიყვარხარ არა მაგრამ ალბათ რაღაცა ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ გამოხატავს ამ სიტყვას გონია რომ გძნობენ ხა რომ მიყვარს აბა ეხა სხვანაირად ხო არა ბევრს უთხოვს ხოლმე მაგ სიტყვას ვერ ვამფრთულია თქმა ხო ხო არ ვიცი რატოა ეს რთული ხა მე არ მახსოვს რომ მაინდამაინც მამაჩემს 1000 დღეში ან 3-ჯერ ეთქვა რომ რა თვიდოდე ხა მაგის თქმა ხო მე ხანდახან მეუბნები რომ დედა უფრო გიყვართ ვიდრე მაგრამ ანუ ეს ხა უკვე ის არის რა ქვია ცოტა მათი გაღიზიანების მეთოდი ხო ბავშვს მოშივდა და ხოვა შიო მამას 90-იანებში მამაჩემს უყვარს კეთება სხვათა შორის და კარგად გამოზდის გიждდება ამ სამზარეულოს დანებზე ეტაპებზე და აბა გამოცვალე აბა ეს მამაზე შეწვი იმაზე შეწვი უყვარს ეს პროცესი და სხვათა შორის ყოფილა შემთხვევა რომ მარტოები ყოფილარ და ნუ არ მიგიშვებს იქამდე რომ თვითონაც აი ესე გემრიელად გაგიკეთებს ყველაფერს მე ვერ ვიტყვი რომ ეხა საჭმლის გამკეთება არა ბრექვესტის გამკეთებელი ვარ ანუ იქ ერბო კვერცხი რაღაცა პატარა ესეთი რაღაცების გამკეთებელი ვარ ეხა სახში რომ ვარ მარტო და თქვა ბავშვები მოვლენ ჯერ კიდე ჩემი მეუღლე არ არის ამ მომენტში სახში შემილია რომ თქვა იქ გამოვიღო დაუდო ერბო კვერცხს გავაკეთე მაგრამ უცებ ხორცს ვერ შევწვავ რა ხო არ შემიწვია სიმართლე ყოველ შემთხვევაში ალტერნატივა ჩაურმის გამოძახება არ გავთხოვნა
იცი რა, ეგეც მარტივია, იმიტომ რომ თუ მე უცებ რაღაცა, ძალიან მარტივად იძახებენ თვითონ. მე არა ვარ ეხა არასოდეს ესე ჩემი არ გამომიძახია, ვერა ვარ მაგაში, მაგრამ ტაქსის გამოძახება და ვოლტის თუ იმის შეკვეთა არა, მაგრამ ნუ შემიძლია რომ ამათ უთხრა რომ ეს გამომიძახეთ, ან თქვენ თვითონ გამოიძახეთ, ან რაღაცა ესე შემიძლია დავავალო, მაგრამ მოკლედ დღეს ცოტა გამარტივებულია ექნება და მაინდა-მაინც ის არა გვაქვს რომ არა ამას არ შეჭამდა სუბსდალებ თუ ბორჯდალებ. და ბოლო კითხვა, ბავშვი ამბობს, არ მინდა ფეხბურთის ყურება, YouTube-ში რაღაცას უყურებ. ხო, ნუ ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი ბიჭი რაღაცა განსაკუთრებულად დიდად გულშემატკივარი, ანუ გულშემატკივარი არ არის, მაგრამ დიდად მოყვარული არ არის, რომ ფეხბურთს უყუროს, თქვათ რაღაცა, ეხლა რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თამაშებსაც უყურებს, კვარაცსაც გულშემატკივრობს, ამ თამაშებს ბიჭები იკრიბებიან, მაგრამ ეხლა დაუშვათ Chelsea City-ს არ შეხედავს, ხო? ეროვნულ ნაკრების თამაშებზეც დავდივართ, ცოტა რაგბის მიმართულებით იყო და სოფლიო ჩემპიონატზეც ვიყავით რაგბთან, TBC ბანკვა რო დავკვატიჟა, ძალიან კარგი ტურნე იყო და წავედით საფრანგეთში და იქაც ძალიან დიდი სიამოვნებით თვითონაც უხარია, ჩვენ თამაშებს, ანუ ვატოს თამაშების ხათრითაც ვატოს თამაშებს უყურებ და შოთი როცა მუშაობს, შოთის თამაშებსაც როცა ვიკრიბებით უყურებს, მაგრამ აი კარგი თამაში დაუშვათ თუ რაღაცა შეხვედრა სარა გეგმავენ ბიჭები ერთ მისი მეგობრები და მოდი აი მას ერთად უყუროთ, მაგრამ ის რომ თქვათ ეხა უყურებდეს ისე ვიძახი მაიამი ან ალახლის თამაში, იმიტომ რომ აქეთ მესი თამაშობს და იქით რონალდო, არა ხო, ეგრე არა. არა თუ რომელიღაცა თქვათ ეს თამაში ემთხვევა რაღაცა საერთო გართობის თუ ერთად ყოფნის დაждდება და მათთან ერთად უყურებს. გოგოებმა უფრო ისე იციან თქვათ რაღაცა უხარიათ. ლიზას უნდა ხო ფეხბურთი? ლიზას უნდა და ფეხბურთელობა. და რა თქვენ იყავით წინააღმდეგი როგორც იცი? იცი რა მე წინააღმდეგი ვიყავი პირველ რიგში, იმიტომ რომ ნუ მაინც მგონია რომ ძნელია, რთულია ჩვენს პირობებში ქალის ფეხბურთელობა, ალბათ ცხოვრობდე შვეიცარიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთში, ნაკლებად პრობლემაა იქ და ჩვენ პირობებში მაინც გონია რომ გაუჭირდებოდა მე ჩემი ამ ფეხების გადამკიდე, ხა კიდე ვიფიქრე რომ ამ ბავშვს კიდე რაღაცა ძალკე კიდე პრობლემები შეექმნას ამ ტრამვების გამო და ნუ საბოლოო ჯამში მოკლედ ესე ნელა დღესაც მეუნება რომ მინდოდა და არ მათამაშეა რა. რთულ პერიოდში მოგიწიათ სპორტსმენობა და წარმატებას მაინც მიაღწიეთ. და დიდი იმედი მაქვს ბავშვებიც ვიყურებენ და შეხედავენ ამ ჩვენს ვიდეოს და არ ვიცი ამ ერჩევას თუ მისცემთ იმ მოზარდებს, რომლებიც ეხლა ცდილობენ რაღაც წარმოუდგენელად ძნელია იმის წარმოდგენა ჩვენ რა პერიოდში მოგვიწიათ, ანუ არ შეუულიათ ბავშვებს დღევანდელი ბავშვების, ანუ აი რო ეუნები რომ ეხა დღეს ერთი წუთით რო ტელეფონი გამოგართვა, ან ინტერნეტი გაგითიშო, ან ერთადერთი რაც იყო კარგი, იყო თავისუფალი ტრანსპორტი. 7 წუთში მივდიოდი დინამოს ბაზარზე და ავაზაზე დავდიოდი ტროლეიბუსით, მაქსიმუმ 25 წუთში ვიყავით იქ. აი ამას ის სიცარიელი ის ხო აი ის იყო ალბათ აი ყველაზე კარგი გასახსენებელი და ნუ ის რაღაცა უშფოთველი ერქვა, იმიტომ რომ არაფერი იმის იქით კარგი რა ხდებოდა არ ქონა ნანახი, ხო? რა თქვათ მე საბოლოო ჯამში მივხვდით რა იყო კარგი და რა იყო ცუდი, იმის დროს ის იყო კარგი და ესე ერქვა რომ უნდა გეიარო ამ მანქანით ეს არის ყველაზე კაი მანქანა, ეს არის ყველაზე კაი დასაცმელი თუ ეს არის ყველაზე კარგი გზა. ან თვითრინავი რა ვიცი და ერთხელ რომ ავსტრიის ტიროლთან თამაშის დროს ტუას 40 რაღაცა არ დასვა ავსტრიის და გაგვიშვა სადღაც გადასაკარგავში და იქედან მე 9 საათი იმამდე ვიარეთ ტიროლამდე და მეორე დღეს ვითამაშეთ თამაში, მანდ მივხვდი რომ თურმე ეს თვითრინავი არ არის ის თვითრინავი, რითაც უნდა იფრინოს კაცმა რა. ხო და ესეთი რაღაცის ახლა ამათვის წარმოდგენა ძალიან რთულია რა, ძალიან მარტივად აქვთ ბევრი რამ ახლა
საბედნიეროდ ჩემ შვილებს რაღაცა ესეთი კონკრეტული პრობლემა არ შეხვედრიათ და ერთი მხრივ ის კარგია, მეორე მხრივ ცუდია, რომ აი რამდის შეხვდებათ რამე პრობლემა, როგორ შეძლებენ თქვათ ამის გადალახვას რა და ნუ ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, ცოდნა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას თუ შენ ეცოდინება რაღაცა იმ დონეზე შენი პროფესია იქნება თუ ზოგადად რაღაცა ძალიან მარტივად მოერევი იმ პრობლემას თუ არ გეცოდინება ვერ მოერევი დღეს უკვე ყველაფერი დასწრებაზეა ისედაც ყოველთვის ეგრე იყო დღეს კიდე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით და ეხლა დღევანდელ ფეხბურთს და დღევანდელ სპორტსმენს ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის რომ დროის შეგრძნება როცა პატარა ხარ არა გაქვს გონია რომ ეს დღე არასოდეს არ დადგება აგერ 39 წლის ასაკში დადგა გიორგი ლორიას ეროვნული ნაკრებიდან და როგორი ემოციი და როგორი აი ხა მეტი რამდენი ხანი უნდა ითამაშო ხო 40 წელს არის კაცი და ჯერ კიდე ფეხბურთს თამაშობს მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა კარგად თამაშობ თუ უკვე ნელა როგორც არ, მაგრამ ნუ ამ მისი ამხელა ამ სიგზე კარ, ანუ მე რა უნდა ვთქვა 29 წელს დავანებე ფეხბურთზე თავში როგორი ის მქონდა როგორ არ მყოფნი და არაფერი და დღესაც ვერ ვთამაშობ გასართობად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ გადადონ ხვალინდელ დღეზე, არც ერთი დღე არ გადადონ, იმიტომ რომ ისე მალე მოდის ეს ერთადერთი სპორტია ესეთი რამ, როცა შენ უკვე ყველაფერს იგებ, ყველაფერის ცოდნა გაქვს, ყველაფრის გამოცდილება გაქვს, ანუ უბრალოდ ყველაფრის არა გაქვს, მაგრამ გემატება, გამოცდილება, ცოდნა, დაღვინება, ყველაფერი, ჯანი და მერე გეუნებიან როცა შენი დრო წადის სახში. ანუ არც ერთ სხვა პროფესიის ადამიანს, ეს ექიმია, იურისტია, მხატვარია, მსახიობია, მომღერალია, ანუ რაც მეტი გამოცდილება აქვს, რაც მეტი ნამუშევარი აქვს, მით უფრო ძვირდება მისი ცოდნაც, ექიმია თუ რაც არის და არქიტექტორი და რავი, ნუ რაც გინდა, ხო? და ერთადერთი ეს სპორტია, როცა შენ უკვე ფიქრობ, რომ ვა, რა ყველაფერი კარგად ვიცი და ეხლა გეუბნებია, რომ იცი, მაგრამ ეხლა გადადი ეგერ გვერდზე დაჯექის კამზე, ხო? და აი ეს დრო არ უნდა დაკარგონ, იმიტომ რომ ნუ საბედნიეროდ მოხდა ისე რომ ეს წლები ემატება მაინც თავის მედიცინამაც, ვარჯიშების განსაკუთრებულმა შეცვლამ, რაღაცა თავის მოულის საშუალებებმა გაზარდეს თქვა სპორტსმენის ასაკი, ხო, ნუ ეხლა ცოტა მეცაც თამაშობენ არა. მაგრამ მაინც მალე სრულდება. ხო, ნუ ახლა გავიგე 35 წლის ასაკში უკვე ფიქრობ, რომ მორჩა არა ვარ ისე ასე გააჩინე პოზიცია სპორტის სახეობასაც, მაგრამ ასე აგერ ჯოკოვიჩია, ხო, 38 წლის არის და უკვე ნელა, ხო, აგერი მიუხედავად თავისი სიდიადისა ატყობს ხო ეხლა რომ ნენელა პატარები წამოეზარდნენ და ამიტომ ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეგ არის რომ ივარჯიშონ გააკეთონ ყველაფერი მისათვის რომ მიაღწიონ წარმატებას დღეს და არა არ გადადონ თქვა ხვალისთვის იმიტომ რომ ეს ხვალ არის ისევ დაგვიანებული იმიტომ რომ ხვალ რო რაღაცას გააკეთებ ზეგზია ზეგს რო რაღაცას გააკეთებ მაგ ზეგზია და ამიტომ ეს მაზე აღარ ვარ გარა აუცილებლად მინდა გკითხოთ სანამ საჩუქრებს გადმოგცემთ ბულინგზე სპორტსმენი როგორც ცაში შეუძლია აიყვანოს მაყურებელმა შეიძლება მეორე დღესვე მიწასთან გაასწოროს დარწმუნებულია თქვენს კარიერაშიც ყოფილა ბულინგი შოთის კარიერი განსაკუთრებით მახსოვს საბერძნეთთან თამაშის მე მგონი პირველივე ტაიმის მერე მოითხოვა შოთიმ შეცვლა შოთი შეცდომით არ შოთიმ ფეხია იმის მერე სამაკაცმა დაკარგა მაგრამ აბა არველაძერის არველაძეა რო არველაძეს არ დაბრალდა მამას ემოცია როგორ იყო ხოლმე თქვენ ბულინგზე იცი რა მაშინ საბედნიეროდ შეიძლება სამწუხაროდ ეხანდელი გამა საბედნიეროდ სოციალური ქსელები არ იყო ესეთი ან ფაქტიურად არ იყო და ამიტომ შენი ბულინგი ხა იქ რაღაცა ნახევარ საათიანზე ბოდიში ვხდი 1-2 გამოშტერებული კაცის ხო გულშემატკივარი არა ხო ეგ არის მოსული რაღაცა ცოტა გულშემატკივარი რა თვითონ სიტყვა რას სიტყვა ხო გულშემატკივარი ანუ რას შენი ტკივილი რო აწუხებს და შენი ტკივილი თუ ჩემი ტკივილია ფეხი რო ვაცილე და შენ კი არ გაწუხებს ხო ეხლა შეიძლება ვიღაცა მითხას აბა თუ არ შეგაგინეს და სანიოს გიდებაზე სამწუხაროდ საბედნიეროდ ფეხბურთელს არანაირი ის არ აქვს ფეხბურთელიც იგინება შენ თუ გორდია რომ
მე არ ვიგინები, როცა ვსვიონ, მეც ვიგინები, როცა, მაგრამ ამ გინებასაც აქვს თავისი ზომა, წონა, როგორ იგინები, რა დროს იგინები, რაზე იგინები, ეხლა ყველაზე მე ყოფილოთ თამაში, რომ არ გვითამაშია და ჩვენ გვაგინებდნენ. რაში ყველაფერს მემაბრალებენ, ხო, ჩვენ ვართ საქართველოს ფეხბურთის დამაქცეველები თურმე არ ვიცი რა სიძახის ზოგი გაგებაში რო არ არიან აი სამში რო არ არიან არანაირი არასოდესო ფეხბურთისთვის არ დაურტყიათ ხა მაგათ თუ არ ვიცი ხა მე თქვენ ფეხბურთი ხო გითამაში არა გაგებაში არ ახარ შეიძლება თქვა ისე ვიზახით თქვენ პირდაპირ მის მნიშვნელობით კი არა ფეხბურთის თამაშსა და ფეხბურთის ცოდნას შორის ცადა დედამიწაა განსხვავება ხალხს ხა კუთხური არ ჩამოუწოდებია თავის ცხოვრებაში ფეხბურთ სტადიონზე არ გასულა სტადიონის ზომა არ იცის და შენ შეიძლება ისეთი რამე დაგაბრალოს ან გითხრას აი არ ვიცი ხა ჩვენთან ხო ყველაფერი იმის არის რა ქვია შეთქმულების იმაზეა აწყობილი რომ შენ ესე იგი ძალით შეაგდე შენ კარში გოლი ჩააწყვე თამაში და გაყიდე იქ ფული გადაიხადე და მოგაწყვეს ანუ ესე იგი თუ პატრონი არ აკავს თურმე ფეხბურთს ვერ თამაშობ ეს იმიტომ რომ შენ თავს ხوار დააბრალებ ამ როგორ შეიძლება მე ვთქვა რომ ეხა რა ქვია ფეხბურთს თამაში არ ვიცოდიო და იმიტომ ვერ ვითამაშიო მე ვიტყვი რომ პატრონი არ მყავდა ფული არ მქონდა იქ რომ მიმეცა ვიღაცისთვისო და თურმე იმიტომ ვერ ითამაშა ფეხბურთი იმას კი არ იტყვის რომ მწნელი ერთხელ მითხეს ორჯერ მითხეს გაიქეცი შვილო ითამაშე შვილო ივარჯიშე შვილო არა ეგ არ ითვლება გაიგე და აბრალებს იმას რომ აბა მე პატრონი არ მყავდა მამა ჩემს არავინ არ იცოდა და ნუ საწყალი ეხა გინდა რა დღევანდელი ფეხბურთელები აიღეთ რომელი ერთი ხო ნუ აი აქ კაი გვიწყობდა მამაჩემი მაგრამ იქაც ხო არ ვიწყობდა რა ხო და ნუ ეს მიდგომა სამწუხაროდ ქართველში რომ ეძებოს მარტივად სხვაზე გადაბრალების რა ქვია მიზეზი არის ყველაფერში ესე იგი ვერ არის სწავლი აბა ბიჭო ეხა ვინ მასწავლიდა ანუ ვინ უნდა გასწავლოს აგერ არის წიგნიდან და ისწავლე ხო არ არის კარგი ექიმი ვერ სწავლობს კარგი ფეხბურთელი ვერ თამაშობს და მაინც სხვისი ბრალი იყო უნივერსიტეტში ვერ მოხდა სხვისი ბრალი იყო რომ დინამოში ვერ მოხდა სხვისი ბრალი იყო მე კი არ ვიცახი რომ მსგავსი შეხვედრი შემთხვევები არ არის რა თქმა უნდა არის რომ ვიღაცა მაგრამ შენ თუ მაგარი ხარ შენ თუ შეგიძლია ამის დაკეთება ყველა ვერ იქნება ცუდი ანუ ერთი მწვრთნელი არ გაძლევს თამაშის საშუალებას არ ვიცი წადი მეორე მწვრთნელთან ითამაში და შენ თუ მაგარი ხარ მეორეც თუ არ გაძლევს მესამეც თუ არ გაძლევს მეხუთეც თუ არ გაძლევს ერთხელ უნდა დაფიქრდე რომ ბიჭო ეს ხუთი მწვრთნელი ყველა ცუდი ვერ იქნება რაღაცა ჩემში რომ მე ვერ ვთამაშობ კარგად თორე პატრონი იმისთანები ვიცი მაგრამ იმათი შვილები ვერ თამაშობენ და პატრონი რო არ აყავს ისინი თამაშობენ უბრალოდ სამწუხაროდ ის არის რომ ცოტა ზომა ანუ გუნდში 23 კაცია მინდორზე 11 კაცი გადის და ვერეტა მე 12 რო იყო მე 12 უკვე იზახი რა იმის მამა იმის დედა იმის ბიძა და ამდენ 12 არ არის რა ეგრე მეტი აღარეთევა რა ორ ნაკრებში მე როცა მუშაობდი ფედერაციაში ყოველთვის 24 ფეხბურთელის მშობელი იყო უკმაყოფილო ნაკრებში ვეძახდით 23 კაცს ნუ ხანდახან 22 ის თურმე ყოველთვის რაღაცაში იძახის რომ აი არველაძე მწნელმა ბებიის ბაბუის ნაცნობის გამო ის წაიღო არ არის ეგრე რა იმიტომ რომ ახლა რამდენი ფეხბურთელი მე შევა თქვა ეხლა ნაკრები იმიტომ ქვია რომ საუკეთესო 3 მილიონში 25-24 თუ ხარ და ვერ ხვდები კი მე კი არ ვიძახი რომ შეიძლება მაგრამ წნელის ასარჩევია ორ ერთნაირში ან თუნდაც ერთი მაგრამ ყველას თავისი ხედვა აქვს ანუ ყველა ცუდი იყოს და შენი შვილი კარგი იყოს ეგეთი რამე მარტო ქართულს შეუულია რომ თქვას რა ეხლა უნდა მოგცეთ კარგი საჩუქრები განა იმიტომ რომ ჩემი შვილია მაგრამ მართლა კარგი ეგრე იციან კი ეგრე იციან და საბოლოო ჯამში მე მქონია რა ძალიან რთულია მშობელთან რა ამაზე საუბარი და ძალიან ბევრი მილიონი მაგალითი მომყავს ისეთი აი მე მქონია აი ვისმენ რა ყოფილა შემთხვევა რომ ერთ პრეს კონფერენციაზე ჩვენს მცველს რა ქვია ნოდარ აკობიას ძალიან კარგი მცველი იყო საწყალი აცხონოს ღმერთმა მისი სული აი ჩემი მცველი იყო დინამოში მცველი იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში მცველი იყო აი ვიღაცა შეეძლო თქვა რომ შენ აიყვანე ვიღაცის შვილი და ამაში რაღაცა ასე ვთქვათ ფინანსური სარგებელი ნახე ჩემი შვილი არ აიყვანე ეგეთ რამეზე რა მემართება იცი მე კი არ ვიცახი რომ მსგავსი რამები არ ხდება ყველგან ხდება
მაგრამ ის რომ შენ მაგას დააბრალო და მქონია მე ძალიან ამის აი ყველაფერი შემილია მივიღო მაგას ვერ მივიღებ რა იმიტომ რომ ფეხბურთის თამაში შენ თუ არ იცი ეხა რომ მოგკიდო ხელ და მიგიყვანო და მიგიყვანო აი შემილია ვთქვა რომ 90%-ში ყველგან მივიყვანო იქ სადაც მე მიმესვლება მაგრამ მე ხო ვეღარ ვითამაშებ შენ მაგალითად მეორე წამს გაშიფრული ხარ ანუ როგორღა უნდა გათამაშო აი გეკითხები რომ მე რომ მიგიყვანე ნაკრებში და ჩაქსვი 25 კაცში მე პას რო არ მოგცემს არავინ ვერავერ გაიგე თუ მოგცემენ და ეგრევე გაგებაში როგორღა უნდა გააკეთო ხო ესე გამოგაგდებენ იქიდან აჩი ბატონო დუგლაძეების ღვინო მოგზანი მე მგონი ვერც ერთმა ვერ მიმართეთ აჩით შენ ვაკვირდებოდი ვერც მე მიმართე ვერ შე ხო წინსაც ამ ბოლოსაც ხო არაჩვეულებრივი წითელი ღვინო დუგლაძეების მოგზანი მართალია მსმელი არ ხართ მაგრამ ოჯახში მამაჩემსაც ძალიან უყვარს და ძალიან კარგი და ესეც ჩვენი ჩურჩხელა თქვენ რა გვიყვარებია და ჩვენი მორაგვი შალოს ჩურჩხელა მე ხო ეს არის ტრადიციული ჩურჩხელა ეს არის ბროწეულის ჩურჩხელა აჰა ბროწეულის კაცო ეს არის შოკოლადის სხვადასხვა სამარხო შოკოლადის ჩურჩხელა ეგეთი რამე არ გამიგი ძალიან განსხვავებული გემრიელი და ძალიან ბატონო აჰა ესე დავდო ხო დავდოთ გამოვაჩინოთ ჩვენი მეგობრები დიდი მადლობა საჩუქრებს დიდი მადლობა თქვისაც თუ ასახელი ვინჰაიმ გრანდ ჰოტელი ძალიან დიდი მადლობა და ბოლოს ერთი კითხვაც მინდა დაგისვათ თქვენი ვაჟი არის კინოპროდიუსერი კი ბატონო კინოში გადაღება რო გთხოვოთ ვის როლს შეასრულებდით სიამოვნებით იმან რომ თხოვო ხო ნუ ახლა იმან რომ თხოვოს ყველაფერს შევასრულებ ალბათ რა უნდა გადაიღოს ახლა ისეთი 1-2 როლის გარდა ალბათ ყველაფერს რა ვიცი და თქვენთვის აი რა რომ ვის არ ვიცი ახლა მე საბედნიეროდ მქონდა შეხება ასე ქართულ კინოსთან ბაბუაჩემის ძმა სიკოდოლიძე რომელიც ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ ამ სფეროს ალბათ პირველი მერცხალი მე ნუ დეიდა ჩემი მისი შვილი კეთი დოლიძე ჩემი დეიდაშვილი თორნიკეც რეჟისორია და ნუ მე ჩემმა შვილმაც მთელი ეს ამერიკა ისწავლა და ყველაფერი რაც ამ სფეროს შეეხება მქონია შეხება გადაუღივართ ფილმში ბატონ მერაბ გოგოჩაშვილს მერაბ გოგოჩაშვილიც ჩავწერე მესამე ისა რამდენი წლის ვიყავი მაშინ 7-8 წლის ბატონ რამაზ ჩხიკვაძესთან და რომელ ფილმში? 3 ცხელი ზაფხული 3 დღე და ჩვენ იქ ვთამაშობთ მე და შოთი ბატონი რამაზი კახი კავსაძე და ნუ ახლა წარმოიდგინე რა ხავს იმაკ ნათამაშ Ара оптимизм это полная осведомленность. სასწაული ფილმია გახო გახსნა ნანახი კი მაქვს მაგრამ თქო აი რამოდენიმე ფილმში გვაქვს ნათამაშები ფრაგმენტებში და ეგ განსაკუთრებულად იმიტომ რომ ბუმბერას ხალხთან გვაქვს ნათამაშები და მოკლედ რაღაცა სამსახიობ გამოცდილება ასე ვთქვათ რაღაცა პატარა გვაქვს და საოცრებო როლი არ გაქვთ მოკლედ საოცრებო როლი არ მაქვს ძალიან ადრე დაასრულეთ კარიერა ტრამვის გამო მამა როგორ გამხნევებდათ ამ დროს იცი რა მე ძალიან მიშველა შოთის კიდე აქტიურმა თამაშმა იმიტომ რომ აი გადავერთე ბოლომდე შოთის თამაშებზე თითქოს მე ვთამაშობდი სულ სტადიონზე ვიყავი სულ მის ირგვლივ და აი ეს ძალიან გამიმარტივა ნუ შედარებით თორე ისე რა თქმა უნდა ძალიან მიჭირდა რა მამა ახლა მამა განსაკუთრებულად მე მამხნევდა იმიტომ რომ ძირითადად მე მქონა პრობლემები ჯანმრთელობის და ნუ ფაქტობრივად ჩემ გვერდზე იყო და ნუ ყველა რა ახლა ვერ ვიტყვი რომ ახლა იმ ჩემი ოპერაციების პირველი ოპერაცია ხო საერთოდ 99 წელს გერმანიაში წასვლა ვიზების აღება სახელმწიფო დაფინანსება ფინანსურად ახლა მაშინ მარკები გერმანიაში წასვლა მატარებლით ნუ მოკლედ ძალიან ნაწოლები მამამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა ეხლა ნუ როგორ გითხრა ჩაკვეტაძეს რაც ოპერაცია გაუკეთეს ეხა ცოტა ხნისი და რამდენი დრო დაკარგა ხო ეგ გავიკეთე 99 წელს და მაგის მერე კიდე 3ჯერ სულ 5ჯერ მაქვს მარჯვენა მუხლინა ოპერაციები
და განსხვავება ოპერაციასა, დროსა და მეთოდიკაში, აი ხა მაშინდელი თქვათ მანქანა და დღევანდელი მანქანა, მაშინდელი კომპიუტერი და დღევანდელი კომპიუტერი და აი რა გითხრა, რა შედარებაც არ უნდა მოიყვანო რა უშათ სამედიცინო მიმართულებით, ხო აი როგორც ვითარდება ესე როგორი ისჭირდება ხო ამ ყველაფერზე, ანუ ამ ყველაფრის მერე დღესაც ახლა ნუ მარტო ექიმის დღეს რო ახლა 9 ჯერ ყველგან მოიკითხავ მაშინ ახლა ძალიან რთული იყო რა თქმა უნდა, რა იქნება. გაგიკეთებინა ჯვარედინა იოგის ოპერაცია და მე კიდე თბილისში ჩამოსულიყავი მუშაკობა უარაფრობაში და რეაბილიტაცია გაგიარა. ძალიან დიდი მადლობა. არაფერს. დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ პირდაპირ ვიტყვი, რომ გაცნობის საშუალება მომეცა და ამდენი ხანი საუბარის. დიდი პატივისცემა და სიყვარული და არ ვიცი გამიკვირდა ვფიქრობდი რომ მინდოდა მოვემართა ეგეც იმის ბრალი ალბათ ზედმეტად ბევრი პატივისცემა არ ვიცი შეიძლება. ბევრი პატივისცემა სიყვარული და რა ვიცი წარმატებები დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს მაყურებელს რომ გვიყურა აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი დააკომენტარეთ მოიწონეთ და გვიყურეთ ყოველთვის დიდი მადლობა ერთ სურათსაც გადავიღეთ.